კახეთის სახლში მიმდინარე შეხვედრამ მოულოდნელი განვითარება მიიღო. მას შემდეგ, რაც ოთახში ამერიკის პრეზიდენტი გამოჩნდა. ბარაკ ობამას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა შეუერთდა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი ამერიკაში ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ ფაქტმა შეხვედრას დამატებითი წონა შესძინა. ჩვენ ახლა ამერიკიდან ჩაგვერთვება ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, მაგრამ მანამდე მე მხოლოდ წარმოგიდგენ ჯერჯერობით ჩვენს სტუმრებს ვანო მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ტუღუში, თენგო ფხალაძე და ნინო კალანდაძე არიან დღეს ჩვენთან სტუდიაში. მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთთან ურთიერთობაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კიევიდან და აგრეთვე შემოგვიერთდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მაგრამ დავიწყოთ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრით. ბატონი ალექსი პეტრიაშვილი ჩაგვერთვება ახლა შეერთებული შტატებიდან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ალექსი. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და სტუდიის სტუმრებს. ბატონო ალექსი, პირველ რიგში რა თქმა უნდა საინტერესოა რომ თქვენ შეაფასოთ ბარაკ ობამასთან შეხვედრის მნიშვნელობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე აგრეთვე მაინტერესებს თქვენი პირველი რეაქციაც, როდესაც ოთახში ამერიკის პრეზიდენტი გამოჩნდა. ეს შეხვედრა სრულიად მოულოდნელი იყო თქვენთვის? ბუნებრივია ეს არ იყო სრულიად მოულოდნელი, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაცია წინასწარ გქონდა, მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ალბათობა გარკვეული განვითარების შესაბამისად, როდესაც ჩვენ ჩავედით შეხვედრაზე, დაიწყო შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, ძალიან შინაარსიანად და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. გულწრფელად გეტყვით, რომ მოლოდინი იყო იმისა, რომ ეს შეხვედრა გადაიზრდებოდა, რა თქმა უნდა, შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შესაბამისად, ჩვენ თვის განსაკუთრებულად მოულოდნელი არ იყო ჩემთვის პირადად, მაგრამ მოხდა ეს შეხვედრა ასეთი ფორმით. მაინც მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, მაინც გარკვეულწილად იყო ეს მოულოდნელობის ეფექტი, როდესაც ოთახში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მინდა გითხრათ, რომ მანამდეც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ძალიან გულწრფელი, ძალიან გულახდილი და ძალიან მართლაც ძალიან მოკლე დროში მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბდა. ეს ნათლად მიუთითებდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე საქართველოსადმი. ეს გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად იყო განპირობებული. უნდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ პრაქტიკულად ისტორიას არ ახსოვს, როდესაც რომელიმე ქვეყნის, თუნდაც ესეთი სტრატეგიული ქვეყნის, როგორიც საქართველოა, 3 თვის დანიშნული პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შემდგარიყოს და მასთან ქონოდეს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ასეთი პრეცედენტები პრაქტიკულად არ არსებობს, ან შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან მცირე. ეს ძალიან მნიშვნელოვნად დაემთხვა მოვლენების განვითარებასაც ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი ქონდა ძალიან მკაფიო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად, ძალიან ცხადად გაშალა ის საკითხები, რომელიც და პრობლემები და საკითხები იყო ეს ბატონო ალექსი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ასეთი რთული მდგომარეობაა, თავისთავად საქართველოში, მით უმეტეს კონკრეტულ ნავთულ ხარჯების შემთხვევასაც თუ გავიხსენებთ და მით უმეტეს უკრაინაში რაც ხდება. აბსოლუტურად გეთანხმებით, პირველ რიგში ეს ეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესის განახლებას, ოლიმპიადის დასრულებისთანავე პრაქტიკულად მეორე დღეს ამის ხაზგასმას ახდენდა პრემიერ-მინისტრი ყველა შეხვედრაზე და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე 11 კილომეტრიანი ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ზოლის გადმოწევის პრობლემა იყო ძალიან დეტალურად განხილული როგორც სენატორებთან, ისევე ეს იყო საკითხი, რომელიც განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის რეაქციები იყო ძალიან პრინციპული, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია და დაუშვებელია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება საოკუპაციო ხაზების გავლების მიზნით მავთულ ხლართებისა და ღობეების მშენებლობა. ისინი ამ საკითხს
მუდმივად ჩვენი თხოვნა იყო, პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს ძალიან მაღლა დღის წესრიგზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ ქვეყანას რუსეთს შორის მის ხელმძღვანელობას შორის საუბრის დროს. ბატონ ალექსი, თქვენ რა დაინახეთ ამ შეხვედრის განსაკუთრებით პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, რისი იმედი უნდა გქონდეს საქართველოს თუ რუსეთი კიდევ განაგრძობს მსგავს პროვოკაციებს? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ეს პროვოკაციები არის პირდაპირ კავშირში მიბმული იმასთან, რასაც მხარს უჭერს სრულიად დემოკრატიული თანამეგობრობა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის საქართველოს ევროპეიზაცია და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირება. ასოცირების შეთანხმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები და დაჩქარებული წესით საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში, ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ისინი თავის ყველა დიპლომატიურ რესურსს გამოიყენებენ და კონტაქტებს იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს. მათ თუ აქ მოლოდინი რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთი შეეცდება, რომ ამერიკის სიტუაცია საქართველოში. დიახ. მათ თუ აქვთ ეს მოლოდინი. კი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ეს მოლოდინი და ჩვენც ეს ხაზგასმით აღვნიშნეთ, ამისი ძალიან ნათელი და მკაფიო დადასტურება იყო ხმავთუხლართების, ანუ საოკუპაციო ხაზის მშენებლობის განახლება ოლიმპიადის დასრულებისთანავე. ეს იყო რეალურად გამოვლინება რუსეთის პოლიტიკის მიუხედავად ჩვენი მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, რომელსაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა, მისი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ძალიან აფასებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად ყველა პროვოკაციისა განაგრძობს მხოლოდ დიალოგის გზით იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს დეოკუპაცია, რაც პირდაპირ კავშირშია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებით, ის მან აღუქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა და დახმარება იმაში, რომ ერთობლივად მოუძებნოთ გზები, გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული ნატოს წევრ ქვეყნებში და ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოსთვის, რომელიც რეალურად ასახავს საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და განხორციელებულ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და განხორციელებულ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ბატონო ალექსი, თქვენ თუ შეამჩნიეთ ამ შეხვედრის დროს და დაასრულეს შემდეგ, თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცოტა შეცვალა, ან შეიძლება კიდევ უფრო პრინციპული გახადა ამერიკის დამოკიდებულება კონკრეტულად საქართველოსადმი? მე მინდა გითხრათ, რომ არა საქართველოსადმი, არამედ პრინციპული გახადა უფრო მეტწილად რუსეთისადმი, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის მართლაც ძალიან მაღალ დონეზე. სტრატეგიული პარტნიორობა არის, ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელახალი დადასტურება მოხდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომელთა სიმამაცეზე და რომელთა სამსახურის პროფესიონალიზმის თაობაზე ხაზგასმით აღნიშნავდნენ პრეზიდენტიც, ვიცე-პრეზიდენტიც და მადლიერების გზნობით ყვებოდნენ მათ შესახებ, დაჭრილი ჩვენი მეომრების შესახებ, რომლებიც რეაბილიტაციას გადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნახვის შესაძლებლობა. სამხედრო თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, პოლიტიკური თანამშრომლობა არის მართლაც ისეთ დონეზე და ეს იღებს კიდევ უფრო მეტ საფუძვლებს ამ ვიზიტიდან, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი არა მხოლოდ ამერიკული ბიზნესისთვის, არამედ ევროპული ბიზნესისთვის, რათა საქართველოში განხორციელდეს ინვესტიციები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და ძალიან მაღალი შეფასება მიეცა ორივე ხელმძღვანელი პირის მხრიდან, როგორც ბატონმა ობამამ, ისე ბატონმა ბაიდენმა,
თანმიმდევრულად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მაღალი შეფასება მიცეს საქართველოს ხელისუფლებას და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს რეფორმების განხორციელების კუთხით შემდგომში მათი მხრიდან შესაძლო დახმარების თვალსაზრისით. საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გამოხატეს, რომ პოლიტიკური აი სწორედ პოლიტიკაზე მინდა გკითხოთ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია ასეთი რამ ციტირებ პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მტკიცედ მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის განვითარებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის გზაზე. თქვენ როგორ მიიღეთ ეს განცხადება? თქვენთვის გულისხმობს ეს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან უნდა შეიცვალოს ურთიერთობის ფორმა? პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის ფორმა ვერ შეიცვლება, ვინაიდან ის ფორმა, რასაც აქვს დღეს დებატების ფორმა, ის იქნება ყოველთვის. არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და არის ევროპაშიც. მე მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქმიანი, საგნობრივი დებატები და ოპონირება იყოს, არა რა თქმა უნდა, არა ჩასაფრების და არა რაღაცა ჩაჯინების თვალსაზრისით, ნამდვილად ხელისუფლება მზად არის იმისათვის, რომ მომავალში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ერთგული საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და აქვს სურვილი დემოკრატიული განვითარების პროცესში თანამონაწილეობის, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ქონია არც კრიტიკასთან მიმართებაში პრობლემა და არც რეალურად ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში. ქვეყნის წინაშე დგას ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, კანონის უზენაესობას რაც შეეხება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ასევე, რომ არც ერთი მათ შორის არც ერთი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების არ აძლევს თავს და არც მიცემს თავს იმის უფლებას, რომ მიუთითოს, რომ ეს ან ის ან რომელიმე სხვა ლიდერი, რომელიმე კონკრეტული დანაშაულთან მიმართებაში. უბრალოდ მათი მთავარი მოთხოვნა არის, რომ იყოს უზრუნველყოფილი მაქსიმალური გამჭვირვალეობა, იყოს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, დასაბუთება, არგუმენტირებული დასაბუთება მტკიცებულებებით იმისან და არავინ არაპირებს საშინაო საქმეებში ამ კუთხით ჩართვას, უბრალოდ მათი სურვილია და ეს სურვილი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ იყოს საერთაშორისო თანამეგობრობაში აღქმა იმისი, რომ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ საქმეზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. თქვენ თვლით, რომ ხელისუფლება ამის საბაბს დასავლეთს არ აძლევს? პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არის მომავალში მხედველი მთავრობა, ვინაიდან ჩვენ წინაშე დგას ძალიან სერიოზული ამოცანები, მან ისაუბრა ეკონომიკურ გამოწვევებზე, მან ისაუბრა უმუშევრობის პრობლემებზე, ისაუბრა ინვესტიციების მოძიების საკითხებზე, ისაუბრა 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე და მან ისაუბრა ასევე უმთავრეს პრიორიტეტებზე, რაც არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. არავის მიზანში არ შედის და ამოცანებში დიახ მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ალექსი, ვიზიტი არ დასრულებულა რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებში და მე წარმატებას გისურვებთ. ალექსი პეტრიაშვილი გვერდებოდა. ძალიან სერიოზული შეხვედრები იქნება მომავალში. დიდი მადლობა, რომელსაც ჩვენ მომავალში გავაშუქებთ. ალექსი პეტრიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან. სტუმრებთან გადმოვალ, ჩვენ მოვისმინეთ ვიზიტის ერთ-ერთი მონაწილის შეფასებები. თქვენგანაც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, თქვენში როგორი რეაქცია გამოიწვია ბარაკ ობამას გამოჩენამ ამ შეხვედრაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ პირველ ვიზიტს, ახალი მთავრობის ფარგლებში ასეთ უმაღლესი დონის პირველ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. მოდით გიორგი, თქვენგან დავიწყოთ ახლა. პირველ რიგში ნამდვილად მივესალმებით ამ ვიზიტს, იმიტომ რომ მთავრობა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და პირველი
ასე ვთქვათ, მაღალი დონის ვიზიტი არის, რანგის ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც საქართველოსთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძირეული პარტნიორი და ძალიან კარგია ეს ვიზიტი. არის რამოდენიმე საკითხი, რასაც წამოვწევთ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან საინტერესოა რა იყო შინაარსი მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში არ გაგვიგია არაფერი, მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც ეს თავის დროზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირადად პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა განცხადება, რომ იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული ხელშესახების საკითხი, რაზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს და ამ ვიზიტის პირობებში ფარგლებში ჩვენ არ გვსმენია განცხადება. ზოგადად საუბრობთ რაღაც სავაჭრო პარტნიორობაზე, მაგრამ კონკრეტულად რაზე არის ლაპარაკი. აქ არ არის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, ახლა გავამახვილებ ყურადღებას მაინც იმ ფრაზაზე, რაც თქვენც დაუსვით შეკითხვა ბატონ მინისტრს, ახლა ეს არის სიტყვა ინგლისურად რო ვთქვათ arched, რაც ძალიან ასე ვთქვათ დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის და სწორედ საუბარია ამ ფრაზაში იმაზე, რომ ოპონენტებთან უნდა იყოს უფრო თანამშრომლობითი ურთიერთობა და არა დაპირისპირების ფონი. ხა ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში არის რაღაცა პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური ანგარიშწორების რაღაც ფაზა, რომელიც გაიწელა და არ სრულდება. რეალურად ამ ყველაფერს ეწირება საქართველოს ინტერესები თავისთავად, იმიტომ რომ დღეს ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე სრულიად ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციაა ჩვენს გარშემო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და ამ დროს რაღაცა ჩაჭიდება მაინც და მაინც რაღაც პოლიტიკურ ანგარიშწორებებზე ნამდვილად არ არის ის გზავნილი, რაც უნდა იყოს საქართველოსთან გაგზავნილი იგივე საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოებისთვის. მე მინდა ერთ ციტატს აკითხოთ და ალბათ მე ვთქვათ, ვისიც შეიძლება ეკუთვნოდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის არ შეუქმნის იმუნიტეტს ოპოზიციაში ყოფნა. ხშირად მე მგონი საქართველოშიც გვსმენია ესეთი განცხადებები, ხო, მაგრამ ეს არის 2 წლის წინ იანუკოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადება. სწორედ მაშინ, როცა დემოკრატიული მსოფლიო მას ეუბნეოდა, რომ სხვა მიდგომები უნდა ჰქონოდა იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში და სწორედ სხვა სტრატეგია უნდა ჰქონოდა უფრო თანამშრომლობითი და არა დაპირისპირების ფონი. და რა შედეგი მივიღეთ დღეს, ამას ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ. მე ნამდვილად არ მინდა ეხა პარალელები თავიდან ბოლომდე გავალო, მაგრამ როცა არის გზავნილი და დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ კაფიოთ არის ეს გზავნილი ჩამოყალიბებული, ეს გზავნილი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, ახლა ამაზეც მინდა ვისაუბრო, ძალიან კარგია, რომ ბარაკ ობამა შეუერთდა ამ შეხვედრას. რატომ მოხდა ეს შეხვედრა ასეთი ფორმით? ბატონო, ამას ქვია დიპლომატიურ ენაზე step-in, ასე ვთქვათ, შეხვედრა, სადაც ეს დაგეგმილი იყო, რომ ბარაკ ობამა შეუერთდებოდა ამ შეხვედრას რაღაც ცოტა ხანი. ეს არის გარკვეულწილად დაკვირვების ფაზა ხელისუფლებაზე, როცა არ არის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტთან, საქართველოს პირველი პირის ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის, მაგრამ არის რაღაც დაკვირვების ფაზაში და სწორედ ის გზავნილები, რაც არის ამ დისკუსიაში, კარგად უნდა გაიაზროს, გაითვალისწინოს შესაბამისად ხელისუფლებამ ეს გზავნილები. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოზიტიურად ვაფასებ, თუმცა ძალიან კარგია, რომ ამერიკაში ეს ვიზიტი შედგა პირველი, მაგრამ არის კონკრეტული გზავნილები, რომელიც უნდა მიიღოს ხელისუფლება, მათ შორის ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობაში და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ვწუხარ, რომ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის ამაზე არის საუბარი. ბატონო ირაკლი, თქვენთვის რამდენად საკმარისი იყო ის საკითხები, რომელიც წამოჭრილი იქნა ამ შეხვედრაზე და თვლით თუ არა რომ გზავნილი სწორად მიიღო ხელისუფლებამ, რაზეც ახლა ბატონი გიორგი საუბრობდა. გზავნილი განცხადებიდან ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში მინდა დღევანდელი დღე გავიხსენო და მინდა გავიხსენო იმ იუნკერების იმამაცე, რომელიც არის მაგალითი თითოეული ქართველისათვის და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისათვის, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცევად და ასევე თუ როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები და ვისი მაგალითით უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. რაც შეეხება უშუალოდ ამ ვიზიტს, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოს გააჩნია უკვე წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რომელიც ძალიან კონკრეტულად და დადებითი და მზარდი დინამიკით განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა ასევე ჩვენს ქვეყანაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის პირველი ვიზიტი ჩვენი უმაღლესი პირების, ეს არის პირველი ვიზიტი უმაღლესი დონის, ვინაიდან ჯერჯერობით არ ყოფილა ესეთ შეხვედრა, მაგრამ ასევე განხორციელდა
და რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, მაღალი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან სხვადასხვა ფორუმებზე, ასევე იყო პირველად 5 წლის განმავლობაში შედგა შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივანთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის, ასევე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც ასევე ძალიან მაღალ დონეზე წარიმართა საპარლამენტო თვალსაზრისით, ასე რომ ეს არის დადებითი მზარდი დინამიკა, რომელიც აქამდეც არსებობდა და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დავეთანხმები ყველას, რომ ეს არ იყო პირდაპირ შეხვედრა ბატონ ბარაკ ობამასთან, პრეზიდენტ ობამასთან. ეს იყო ჩვენ გქონდა ამის მოლოდინი, რომ ასეთი რაღაცა შეიძლებოდა შემდგარიყო, მაგრამ არა რა თქმა უნდა დაგეგმილი და ასე ვთქვათ პროტოკოლში ჩასმული, მაგრამ ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. პრემიერ-მინისტრი იქ იყოფოდა ვიცე-პრეზიდენტის მოწვევით, ასე რომ ეს შეხვედრაც ძალიან საქმიანი იყო. მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვდება ვიცე-პრეზიდენტს და ხვდება პრეზიდენტს, საკუთარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისა და ამ საკითხებზე მიდის დისკუსია და დიალოგი, რაც პირველ რიგში უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მარადიული პრობლემა, სამწუხაროდ უკვე გრძელვადიანი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს და ეს კარგად ესმის ჩვენ პარტნიორებს, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა თქმა უნდა განვითარება იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. მე ასევე ვიტყოდი იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ზოგადად ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკურ ძალებს შორის. ასე რომ სიახლე ამ მოწოდებაში, რომელიც დღეს თეთრი სახლის მხრიდან არის გაჟღერებული, ამაში სიახლე ნამდვილად არ არსებობს, პირიქით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და არაერთხელ საუბრობდით იმაზე, რომ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს კვლავაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და ჩვენმა პარტნიორებმა და ასევე დონორმა ორგანიზაციებმა, რათა განვითარდეს ეს ურთიერთობები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პერიოდში საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც შეიძლება ენდო და მათ შეიძლება ზედმეტი კონტროლი არ სჭირდებათ და რაღაცა სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ისეთ დონეზე აღარ იყო. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაც პირდაპირ იქით არის მიმართული, რომ უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო, უფრო მეტი განვითარებაა საჭირო სამოქალაქო სექტორის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. მოგვიანებით ბატონ ირაკლი. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონმა ალექსიმ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის ისამოვდა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სამი თვის დანიშნული პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რითია გამოწვეული ასეთი დაინტერესება? საქართველოს პირველ რიგში, რომ ამ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა წლების განმავლობაში და ეს არ მომხდარა, ვთქვათ, იგივე ან 3 თვის უკან, ან 6 თვის წინ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს ძალიან მყარი თანამშრომლობა, მეგობრობა, პარტნიორობა. ეს აისახა კონკრეტულ დოკუმენტშიც, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა. კარგი იქნებოდა ალბათ, რომ მსგავსი ვიზიტი უფრო ადრეც განხორციელებულიყო, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პირველივე ვიზიტი პრემიერ-მინისტრის და მისი მთავრობის წარმომადგენლების არის ესეთ მაღალ დონეზე და თან ისეთ გადამწყვეტ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის სერიოზული ცვლილებები და მოვლენების განვითარება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვთქვათ, და რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ახლოვდება პერიოდი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და ასევე, რა თქმა უნდა, მთელი რიგი სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრები და იგივე, ვთქვათ, ნატოსთან მიმართებით სამიტი, რომელმაც უნდა გარკვეულწილად საქართველოსთვის გადამწყვეტი როლი ითამაშოს მომავალში მთელი რიგი ასპექტების გათვალისწინებით. თუმცა, რა თქმა უნდა გაესვას ხაზი იმასაც, რომ რამდენიმე გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მაინც მიუბრუნდებოდი იმ გზავნილს, რომელიც უკავშირდება იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული და მას უნდა უსმინონ. მე პირადად, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შემიძლია აბსოლუტურად რამდენად გისთამამად განაცხადა, რომ თავიდან, რა თქმა უნდა, როდესაც ხელისუფლება ახალი მოსული იყო არჩევნების შემდეგ, ტენდენცია იყო აშკარად პოზიტიური, მთელი რიგი მიმართულებები, თუმცა უკვე არსებობს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, როდესაც მოხდა გარკვეული
გარკვეული იმედგაცრუება ვთქვათ იგივე მთელ რიგ საკითხებზე, როდესაც ხელისუფლებამ გასაგებია რომ ყველა საკითხი რომელსაც არასამთავრობო სექტორი დააყენებს შეიძლება რომ ვთქვათ ვერ შევჯერდეთ ხელისუფლებასთან, თუმცა იყო რამდენიმე პრინციპული საკითხი, სადაც ვერანაირ ძვრას ვერ მივახციეთ და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გამოაჩინა ასე ვთქვათ გარკვეული სიჯიუტე საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა ეს მოხდება მომავალში, თუმცა იგივე მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით, იგივე პირადი ცხოვრების ხელშეუხლება და მოსმენების თემასთან დაკავშირებით არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ დავდივართ ერთ წრეზე. ანუ ფაქტიურად რითიც დავიწყეთ, დღესაც იმ დონეზე ვართ გაჩერებული და დღეს საუბარია ახალი კამპანიების დაწყებაზე იმისთვის, რომ კონკრეტული ცვლილებები გატარდეს. ასევე რაც შეეხება ზოგადად ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის პროცესს და ასე ვთქვათ მთლიანად ამ მიმართულებას, რომელიც მე ვიტყოდი, რომ ძალიან გაგრძელდა ქვეყანაში, გაურკვეველი მიმართულებებით, ჯერ კიდე ევროკავშირის წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ პროცესი არის საკმაოდ დაუგეგმავი და განუჭრეტადი, ასევე აკლია გამჭირვალობა. რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვები არის დაგროვილი და შეერთებულ შტატებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ამაზე, თუნდაც არასამთავრობო სექტორის განცხადებების და მათი ანგარიშების საფუძველზე, იმიტომ რომ მათი ინტერესი ამ საკითხის მიმართ ყოველთვის დიდი იყო და რა თქმა უნდა, დარჩება ეს ინტერესი ძალიან დიდი და კიდევ უფრო მზარდი იქნება, იმიტომ რომ საქართველოს აქვს სერიოზული ამბიციები, თუმცა გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას ამერიკელები როგორც ადრე ითხოვდნენ, ისე მოითხოვენ ამჟამადაც, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მადლობა, თენგო, თქვენ როგორ თვლით, რატომ შეიტანა ასეთი გზავნილი თეთრმა სახმა ამ განცხადებაში, შემთხვევით ეს ხომ არ მოხდებოდა, არის ამ თვალსაზრისით პრობლემა? ეს არის შემთხვევით საერთოდ არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა, ავას გულისხმობთ. ვიზიტი ხორციელდება შემთხვევით და არც ის შეხვედრა და არც შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტის შესვლება. ძალიან მოკლედ სამ თქვენ შეკითხვას უპასუხებ, ერთი ნიუანსი მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ აქ იყო საუბარი, რატო შეუერთდა ამერიკის პრეზიდენტი აი ამ შეხვედრას, ხო? ცალსახად ხას უსვავს იმ დაინტერესებაზე, რომელიც არის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. იმიტომ რომ ის ყველაფერი საერთაშორისო ურთიერთობებში რეგულირდება რაღაც გარკვეული წესებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრი არ აყავს შეერთებულ შტატებს, იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით, ხო? მაგრამ მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ინტერესი არსებობს ქვეყნის მიმართ, გამოიყენება სწორედ ესეთი ფორმა და შესაბამისად, ამიტომაც შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი გზავნილი, ნებისმიერი სიტყვა, რომელიც იქნა ამ შემთხვევაში გაჟღერებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება იმ პროცესზე, როდესაც აქ უნდა შეიქმნა სტაბილური და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, რომ ამ ხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგად არის ჩვენი პარტნიორი ინფორმირებული, იმასთან დაკავშირებით, რომ რა ხდება ამ მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ არსებობს უწყებები, სადაც ამ ხრივ მართლაც საგრძნობი პროგრესი შეინიშნება და ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო თავდაცვის სამინისტრო, სადაც ნამდვილად აეწყო ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა და ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა არსებობს რიგი უწყებებისა, სადაც ეს ჯერჯერობით კიდევ ასაწყობია. გაუარესება მიდის სადმე თქვენ. ის რა არის იმ სფეროში, რაშიც მე მოღვაწეობ, ვერ ვიტყვი, რომ გაუარესება მიდის მეთქი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველგან არის ძალიან დიდი პროგრესი. არის სადღაცას დიდი პროგრესი, სადღაცას არა. საფრთხეობას საგარეო ურთიერთობებში ძალიან საინტერესო ინიციატივები ქონდა სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც გაჟღერდა სულ ახლახანს პარლამენტში მოსვლისას და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება რეალიზებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენი გზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აქ ერთი რაღაცა არის, რომ როდესაც მივისწრაფით რაღაც გარკვეული სივრცისაკენ, ამის თავარი სტანდარტი არის ის, რომ ასეთი სახელმწიფო უნდა შეიქმნას. შესაბამისად, არ შეიძლება მივიდიოდეთ იქით და იგივე სამოქალაქო ჩართულობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადება და ასე შემდეგ ეს დგებოდეს ეჭქვეშ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, სწორედ ამის გამო. მადლობა. ბატონო ვანო, პრეზიდენტების შეხვედრა თუ იგეგმება ვინაიდან ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ასეთი ფორმით შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ეს თემა იყო განხილვის თემა და არის კიდევაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მას მიეცა საშუალება, რომ ზუსტად იმ თემებზე, კონკრეტულ გეგმაზე, რაზეც არის საუბარი, რომ რა უნდა გააკეთდეს 2014-ში იმისთვის, რომ საქართველოს მიაღწიოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და შემდგომი საქმიანობა სწორად წარმართოს. ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორების ხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკაზე ბევრწილად არის დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ესე ვთქვათ განვითარება.
ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ თემებია მთელი რიგი გაჟღერდა. რა თქმა უნდა, ესეც უნდა ვთქვა, რომ ამერიკულ მხარეს აინტერესებს ახალი მთავრობის ხელმძღვანელი თუ რა ხედვა აქვს მას ვინ არის, რას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ამერიკულ კოლეგებთან და რა თქმა უნდა, ეს ადრე თუ გვიან მოხდება, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი არის გიორგი მარგველაშვილი, ამ გუნდის წევრი, რომელსაც დაუწმუნებული ვარ, ზუსტად ის საშუალება მოეცემა, როდესაც საჭირო იქნება და აუცილებლობაში წარმოადგენს თავისი როლი ითამაშოს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის. რამდენად სრულყოფილი იყო ის საკითხები, რომლებიც ამ შეხვედრაზე განიხილეს თქვენი აზრით? სრულყოფილი იყო, იმიტომ რომ ამერიკელებს ახასიათებთ ესე ვთქვათ ძალიან კონკრეტულობა და ძალიან ესე ვთქვათ თემები ამოწურავად მათ გაიარეს, მთავრობასაც ჰქონდა საშუალება ყველა დონეზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არსებობს და მე მგონი არავის არ დარჩეს უკმაყოფილების გზნობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება ზუსტად იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში არის ძალიან რთული სიტუაცია, რუსეთის ფაქტორია, რასაც ჩვენ ყოველთვის საუბრობთ, გააქტიურდება უახლოეს პერიოდში ზოგადად რეგიონში და ამას ძალიან კარგად ამჩნევს ევროპა და თვითონაც აქტიურობს და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ მნიშვნელოვანია აი ზუსტად ამ პერიოდში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ამიტომაც ძალიან ბევრი ვიზიტი იგეგმება არა მარტო ქვეყნის გარეთ, არასოდეს ქვეყნის შიგნით. შეგახსენოთ, რომ ასე ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენ დავპატიჟეთ საფრანგეთის პრეზიდენტი და იგი ჩამოვლენ საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ჩვენი რეგიონალური პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ექნება სამხრივი საპრეზიდენტო ფორმატის შეხვედრა და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს აძლიერებს და ამ თვალსაზრისით ზუსტად მე თენგოს ვეთანხმები, რომ ჩვენ ყველაზე მეტის ჩვენს ესე ვთქვათ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვიყოთ ის საზოგადოება, რომელსაც ესმის რა არის დემოკრატიულობა და დემოკრატიულობის მთავარი ნაწილია ჩართულობა მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და რიგითი მოქალაქეების. პრეზიდენტის განწყობაც ესეთია. მე შეგდებულად არ გისვამთ შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტთან იგეგმება თუ არა შეხვედრა. ზურაბ ბაბაშიძე რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება ჩვენ და ამიტომ მას მინდა ეს ვკითხო თუ განიხილება პრაღაში შეხვედრაზე. ეს საკითხი მანამდე მინდა ქალბატონინო თქვენც შეაფასოთ ამ შეხვედრის ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობა ამ ევროპული არჩევანის ფონზე და მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მაღალი დონის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორც სიმბოლურად, ისე პრაქტიკულად და მით უმეტეს იმ ვითარებაში და უკრაინის ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და უპირველეს ყოვლისა ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი რუსეთის მისამართით, რომ რუსეთის, ასე ვთქვათ, უშუალო სამეზობლოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გააჩნია და ამ პოლიტიკისგან გადახვევას იგი არ აპირებს და რჩება ერთგული თავისი პოზიციისა. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ჭრილში დანახულ ამ ვიზიტის საკითხს, აქაც უნდა ითქვას, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის განხორციელება. განურჩევლად იმისგან დაგეგმილი იყო თუ არ იყო ბარაკ ობამას ამ შეხვედრაზე დასწრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, პირადად სწორედ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ არ განაპირობა, რომ ბარაკ ობამამ გადაწყვიტა უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა სწორედ ვიზიტის დონის კიდევ უფრო საფეხურის გზებით აწევა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ასევე შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მართლაც საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა ახსენა. მან ახსენა როგორც საქართველოს ტერიტორიები, მან ახსენა სუვერენიტეტი, ახსენა ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი და იმის მნიშვნელობა, რომ დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი, როგორც ასეთ საქართველოში უნდა გაგრძელდეს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის მნიშვნელობა და გზავნილების შინაარსი სწორად და ადეკვატურად იქნას გაგებული როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე თბილისში. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში როგორც გითხარით, ჩაგვერთვება ზურაბ ბაბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. მოგესალმებით, ბატონ ზურაბ. მოგესალმებით. მომდევნო თვის დასაწყისში გაიმართება თქვენი შეხვედრა, მორიგი შეხვედრა გრიგორი კარასინთან. არის თუ არა პირდაპირ დავიწყოთ ამ თემით დღის წესრიგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების შეხვედრის საკითხი? ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა
ასეთი შეხვედრისათვის ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც დადასტურდა ასევე ბზაობა, რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს, რომ ჩვენ მხარს ვუწევთ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებას. ახლა ჩვენ შესაძლებლობა გვექნება პრაღაში, რომ ასე ვთქვათ, რაღაც მთავარ პრინციპებზე ვისაუბროთ. თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ, რას უნდა ემსახურებოდეს ასეთი შეხვედრა. აი, როგორ წარმოგვიდგენიათ, რას უნდა ემსახურებოდეს ასეთი შეხვედრა, რა რეალური შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ეტაპზე, რაც შესაძლებელია რომ მოიტანოს, რა თქმა უნდა, და რა პრინციპული საკითხები უნდა დააყენოს საქართველოს პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა, როგორი შეხვედრა იქნება იმის მიხედვით ამ მოლაპარაკების დროს. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება ყველაზე რთული საკითხები, კარდინალური სირთულის საკითხები ორ ქვეყანას შორის არსებული. შეხვედრისათვის ან რაღაც მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვისათვის ჩვენი აზრით ცუდი ფორმულაა. რაღაცა შედეგები ასეთმა შეხვედრამ უნდა გამოიღოს. იმის გათვალისწინებით ვიმეორებ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემები, ამგვარი შეხვედრა საჭიროებს ძალიან სერიოზულ მომზადებას. რა შედეგი შეიძლება ეს იყოს, თქვენ როგორ ფიქრობთ რეალისტურად რომ შევხედოთ მდგომარეობას? ჯერ ამაზე საუბარი ალბათ ცოტა ნაადრევია, მაგრამ იმეორებ, რომ ჩვენი პრინციპი ასეთია, რომ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილული ყველაზე მთავარი საკითხები, მეორეხარისხოვანი საკითხები, იგივე სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირებისა თუ სხვა ჰუმანიტარულ-კულტურული ხასიათის პრობლემები, ჩვენ თვითონ განვიხილეთ და განვიხილავთ ამ ჩვენს ორ მხრივ ფორმატში, მაგრამ უმაღლეს დონეზე განხილული უნდა იყოს ყველაზე რთული საკითხები. რა არის ეს ყველაზე რთული საკითხები, რომ გითხრათ? სტრატეგია ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, პირველივე შეხვედრაზე ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება, მაგრამ რაღაც სტრატეგია უნდა მოინიშნოს და შემდგომი ნაბიჯებიც. ასეთია ჩვენი წარმოდგენა. კარგი, მოდით მე ვიტყვი, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რა თქმა უნდა და ამასთან ამ კონტექსტში რა თქმა უნდა მავთულხლართების გაყვანის პროცესი, რომელიც ოლიმპიადის დასრულებისთანავე მეორე დღესვე განახლდა. ამაზეც ჩვენ უკვე საუბრობდით. თქვენ როგორ აფასებთ, რატომ მოხდა ეს ასე? იცით რა, ჩვენ 2 თვის წინ მოვისმინეთ ჩვენი რუსი პარტნიორებისგან ასეთი განცხადებები, რომ ეს პროცესი, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის, ანუ მართულხლართების დამონტაჟების პროცესი დასრულებული იყო. ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებასაც მოვახსენეთ. ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ ასეთი უცნობი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ რამდენიმე დღით ადრე, აი ამ საოკუპაციო ზოლზე იწყება ხოლმე, განახლდება ხოლმე აი ამ მართულხლართების დამონტაჟება. ამჯერადაც ესე მოხდა სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა სიახლე ის არის, რომ ოლიმპიადის დასრულების მომდევნო დღეს, მეორე დღეს დაიწყო პირდაპირ ტრადიციულად თქვენი შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე განახლება. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გვექნება საუბარი, უპირველეს ყოვლისა იმის გათვალისწინებით ვიმეორებ, რომ 2 თვის წინ ჩვენ ასეთი, ასე ვთქვათ, განცხადებები მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან და გექნება თუ არა საუბარი 11 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონაზე, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამერიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ეს თითქოს უსაფრთხოების ზონა დარჩეს კიდევაც ასე ოლიმპიადასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზონა. იცით რა, ეს ჩვენი პრაღის ფორმატის სხვა პრობლემების განსახილველად არის შექმნილი და მე უკვე მოგახსენეთ რა პრობლემებსაც განვიხილავთ იქ, მაგრამ ბუნებრივია ახლა ჩვენ ამას გვერდს ვერ აუვლით, როდესაც ასეთი ფონია, როდესაც ასეთი ტრადიცია ისევ მეორდება, როდესაც ასეთი უარყოფითი ატმოსფერო იქნება ყოველი შეხვედრის წინ, ბუნებრივია ჩვენ ამაზე მსჯელობა გვექნება. ალბათ უფრო დეტალური, უფრო საგნობრივი მსჯელობა ამის შესახებ გაიმართება ჟენევაში უკვე მარტის ნახევარში. მოდით თქვენი შეფასებით მითხარით ბატონო ზურაბ, როგორ თქვით,
თქვენი შეხვედრების ფორმატი რამდენად პროდუქტიულია. ბატონო გიორგი მიხუმრა კიდევაც აქ რომ რაც უფრო მეტი შეხვედრა იმართება, მით უფრო იზრდება მართულხმარდების სიგრძე და იქნებ საერთოდ აღარ გამართოთ ეს შეხვედრებიო. ბატონო ვაშაძე მიხელა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად პროდუქტიულია ამ ეტაპზე თქვენი შეხვედრები, თქვენი ფორმატი? ბატონი ვაშაძე 2009 წლიდან აყენებდა ამ საკითხს, რომ ესეთი შეხვედრები დაწყებულიყო რუსეთთან, მაგრამ რუსეთი სამწუხაროდ მაშინ არ პასუხობდა. გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, ბატონო. გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, ბატონო ზურაბ. არა გრიგოლ ვაშაძეზე. გიორგი ვაშაძე ჩვენს სტუდიაში. ხო, რამდენიმე ვაშაძეა. ესე იგი, ასეთი დიალოგის გაგრძელების რეკომენდაცია ჩვენ გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ასე რომ მე ამ ბატონ ვაშაძეს უნდა დაუჯერო და მოусმინო ან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. არ ვიცი როგორ მირჩევთ ახლა თქვენ. მართულხმარდების დამონტაჟება დაიწყო 2009 წლიდან და ის დღემდე გრძელდება. ეს ფაქტია. მაგრამ ჩვენ ეს დიალოგი, რთული დიალოგი უნდა გავაგრძელოთ და ვიმეორებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით გვირჩევენ, რომ ეს რთული დიალოგი ჩვენ გავაგრძელოთ და ასეც მოიქცევით. ეს სწორი გზა აბსოლუტურად, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს პროცესი წარმართოთ ისე რომ რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგები მივიღოთ. რაც შეეხება თქვენ კითხვას თუ რა შედეგები გამოიღო ამ ჩვენმა ორმხრივმა დიალოგმა იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ამ ფორმატში, შედეგები ნამდვილად გვაქვს. ეს არის ვიმეორებ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები, ამ მიმართებით ჩვენ გარკვეული შედეგები გვაქვს. თუმცა ყველაზე რთული პრობლემები, რომლებიც ჟენევაში განიხილება, რა თქმა უნდა, მეტ ძალისხმევას საჭიროებს და ჩვენ ფიქრობთ, რომ იქაც რაღაც შედეგებს მივახცევთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ბატონ გიორგი, თქვენთან გადმოვალ ისევ გავაგრძელოთ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ნელ-ნელა გადავიდეთ ამ კონტექსტში აგრეთვე უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ვინაიდან მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ცოტა ხანში ჩვენ პირდაპირ ეთერში კიევიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩაგვერთვება და შემდეგ ყირიმიდანაც ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი თენგო გოგუტიშვილი და გავიგებთ იქ რა ხდება ერთ-ერთი ცხელი წერტილია ახლა ის უკრაინის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგების მომტანი იქნება მომდევნო შეხვედრები და რამდენად უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო გამწვევას, მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პროცესში. ეხლა ესეთი ძალიან სუსტი განცხადებების შემდეგ, რომელიც ეხლა მოვისმინეთ, აი ამ ორმხრივი შეხვედრებთან დაკავშირებით, მე მგონი თვითონ დასკვნა იყო გაკეთებული ბატონი ზურაბ აბაშიძის განცხადებაში, რომ ჩემი შეხვედრების წინ ხდება ხოლმე აი ამ მართულხმარდების გაყვანა. მართლა რა აზრი აქვს ამ შეხვედრებს? ეხლა მოდით თავს რომ მოვიტყუებთ, ეხლა კულტურულ ურთიერთობებს თუ ეხლა კობზონის საქართველოში ჩამოყვანას ვეძახით, მე მგონი აღდგენს ამისთვის, რომ რაღაცა შეხვედრები ვაკეთოთ, მაგრამ თუ საუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა რუსეთი, მას ჩვენ დავითანხმეთ და სწორედ ამის გამო რუსეთს ვალდებულება აქვს რომ ბაზარი გახსნა საქართველოს პროდუქციისთვის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ახლა ბატონი ზურაბი ჩავიდა, შეხვდა კარასინს და ამიტომ მოხდა ბაზრის გახსნა. ახლა მე ამ ილუზიებში არ ვარ, მაგრამ თავარი რა არის, იცით, რომ მე ძალიან მეშინია აი ესეთი დაბნეული განცხადებების ფონზე, ძალიან მეშინია მომავლის. იმიტომ რომ არ ვიცით რას ველოდებით კონკრეტული შეხვედრებიდან. არ ვიცით ეხლა პუტინს რო შეხვდეთ ეს მარათონივით გამოცხადებული შეხვედრა არამე შეხვდები და საბოლოო ჯამში რას მივიღებთ. გათვლები არა გვაქვს. სოჭის ოლიმპიადა ახსენეთ თქვენ და ჩვენ მანამდეც ვამბობდით სოჭის ოლიმპიადამდე რომ მომზადება გჭირდება სოჭის ოლიმპიადის შემდგომი პერიოდისთვის. დასრულდა თუ არა მეორე დღეს გაგრძელდა მართულხმარდების გაყვანა და 20 ჰექტარით 30 ჰექტარი ტერიტორია დავკარგეთ დღეს. ხო? დღეს და გუშინ. ამ ჟესტმა, როდესაც საქართველოს მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში, არაფერი თქვენ ამბობთ, რომ ამ ჟესტმა, როდესაც საქართველოს მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში, ჩვენს ქვეყანას არაფერი არ მოგცა. უფრო მეც გეტყვით, ეხლა განცხადებები, საერთოდ დამაბნეველი განცხადება მიუნხენში, რომ რუსეთმა და ევროპამ უნდა მოიპლაპარაკოს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს შენს გირტყავს.
ესეთი განცხადება, ხო? რომ საქართველოს არ უნდა იყოს პრობლემა ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. რას ნიშნავს არ უნდა იყოს პრობლემა? მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს პრობლემა. იმიტომ რომ სანამ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენ არ უნდა დავაძინოთ არც ერთი ევროკავშირის ლიდერი, არც ერთი სახელმწიფო, არც ამერიკის შეერთებული შტატები, დღე და ღამე უნდა ვირბინოთ, რომ მათთან ერთად რამენერად ეს პროცესი შევაჩეროთ. ეს ტყუილია, რომ 2009 წელს დაიწყო მავთულხართების გაყვანა და მიმდინარეობდა. ეს ტყუილია. იყო მცდელობა დაწყებების, მაგრამ ყოველ ეს მცდელობა გაჩერდა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა პრინციპული საგარეო პოლიტიკა და ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა. არც ერთი რეზოლუცია ევროსაბჭოს არ მიუღია ამასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა არ არის. გახსოვთ ჩვენ რომ ვამბობდით, რომ ამდენი შეშფოთებები, ამდენი რეზოლუციები არის. ის შეშფოთებები იყო სწორედ, რომელიც აჩერებდა რუსეთის მზარდ აგრესიას და მცოცავ ოკუპაციას და არ ხდებოდა მსგავსი ფაქტები. ხალხის გატაცება არ ხდებოდა და ათობით ჰექტარის მიტაცება ყოველდღიურად არ ხდებოდა. ეს არის თავარი. მე მეშინია იმ უუნარობის, მართლა მეშინია იმ უუნარობის, რასაც ვხედავ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ გვინდა ძალიან კონკრეტული კაფიო პოლიტიკა. მით უმეტეს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ხო საერთო გამარჯვებაა ახლა. რეალურად თქვა, უკრაინაში. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, უკრაინაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბრეთ, ბატონო გიორგი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენ გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, შანსს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ახლა ძალიან სერიოზულად. არა ესეთი დაბნეული განცხადება ახლა შეხვედრისთვის მართლა არაფერში არ არის. ეს ბატონმა ზურაბმაც თქვა, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ. ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანია ეს შეხვედრები და რამდენად შეიძლება რეალური შედეგების მიღწევა, მაგალითად პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შემთხვევაში? ბატონმა ზურაბმაც თქვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეხვედრისთვის, რა თქმა უნდა, არავის არ ჭირდება. არასინის და აბაშიძის შეხვედრები არის შედეგიანი, ვინც ოდნავ მაიცერკო საგარეო პოლიტიკას შემიძლია გითხრათ, რომ ეს ამ შეხვედრების გარეშე არანაირი სოფლიო საავაჭრო ორგანიზაცია არ ავალდებულებს რუსეთს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყოს საქართველოსთან. არის უამრავი პროცედურა, რომელიც რუსეთს დამიჯერეთ რა. არავალდებულებს. სოფლიო საავაჭრო ორგანიზაციის წევრს არა აქვს უფლება, რომ შეგიზღუდოს შეპროდუქციის შეტანა. თუ გინდა თამაზე და დამიჯერეთ, რომ თუ არ არის რუსეთის ნება ნებისმიერ შემთხვევაში. არა, თუ ნება არ არის ხა ჩაკეტილი აქვს. ლაპარაკობთ იმ შეხების წერტილებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს და საქართველოს ეს არის ჩვენი პარტნიორების ძალიან კონკრეტული ხარდაჭერა ზუსტად ამ პროცესის, როდესაც არის საუბარი, რომ რუსეთთან უნდა გამოინახოს შეხების წერტილები, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივ ესე თქვა დაძაბულ ურთიერთობაში რუსეთთან, როდესაც შესაძლებელია სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობები თუ ჰუმანიტარული ურთიერთობები საქართველოს მოსახლეობის ადამიანებს შორის ურთიერთობა, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რომელსაც ვიზას არ აძლევენ დღესაც საქართველოში, რომ წავიდნენ რუსეთში. არა, მე გინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც აგზავნეს ძალიან დიდი რაოდენობით თანხას ოჯახებისთვის და შესაბამისად ეს ვიზები რაც იყო და რაც არის საქართველოს დიასპორა, მათ შორის კიდევ ერთხელ თუ ჩაიხედავ დაინახოთ, რომ მიახლოებით 9 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ოჯახები აქ არიან დაკავშირებულები და მათ აქვს საშუალება იმისი, რომ ეს ურთიერთობები აღადგინონ და ნორმალური ურთიერთობები კონდეთ. მაგრამ მნიშვნელოვანიც ეს რა არის, რომ ზოგადად აი ამ თემის ესეთი გაბერვა, როდესაც პუტინმა ახსენა რაღაც რეპლიკის სახით, ეს უბრალოდ პირდაპირ თქვა რა, ჩვენ პრეზიდენტმა და ჩვენ ძალიან კონკრეტულად გავიგეთ, რომ ეს არის ეს კიდევ ერთხელ პუტინის მზაობა ზოგადად ამ ესე თქვა ატმოსფეროს, დაძაბული ატმოსფეროს განტვირთვის თქვა სიგნალი. ჩვენ არანაირ ესე თქვა შეჯიბრში არა ვართ არავისთან, ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნება ეს თემა განვიხილავთ, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე შეხვედრა იქნება, თუ იქნება ეს შეხვედრა, იმიტომ რომ ერთია ჩვენ რაზე გვინდა საუბარი რუსეთთან, მაგრამ მეორეა რაზე უნდა რუსეთს საუბარი. ჩვენ ასე თუ ისე წარმოდგენა გვაქვს, რომ საკმაოდ მძიმე თემები იქნება, გამომდინარე იქიდან რაც მოხდა შარშან, რა თემებზეც იყო საუბარი, თქვა უკრაინასთან თუ სხვასთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქვა რაღაც ქილიკი და თქვა იმან თქვა, ამან თქვა და მე უკეთესად ვიქცევით. ქონდა თქვენ პერიოდი საკმაოდ დიდი და შესაბამისად ცდილობაც იყო, რომ ამ ურთიერთობების დაალაგები ძალიან რთულად და მძიმედ განვითარდა ეს ურთიერთობები და შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ევროპაში, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად ხარს უჭერენ იმას, რომ ურთიერთობის დეესკალაცია უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რაც შესაძლებელია რუსეთთან და ეს არის ევროპული გზა, რომელიც აირჩია ნებისმიერმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან. რუსეთი არის ძალიან რთული პარტნიორი ქვეყანა ამ ყველასთვის, ჩვენთვის გაცილებით რთული, იმიტომ რომ ფაქტობრივად აქვს ოკუპირებული ჩვენი 20% და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვათ შეცდომები იმისთვის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიული მოთმინებით მივაღწიოთ თავარ მიზანს, რომ ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ტერიტორიები დაბრუნებული, მოსახლეობა დევნილი დაბრუნებული და ეს არ ხდება.
ერთ დღეში, ორ დღეში და არც სამ შეხვედრაში. ამ თვალსაზრისით სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ვიდრე და არანაირი განსაკუთრებული ზედმეტი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ პუტინი გადაიფიქრებს და რაღაც განსაკუთრებულ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს, არ არის. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ შეიძლება ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მივახციოთ. დიდი მადლობა. ბატონო ერაკლი, თქვენ როგორ თვლით, რამდენად გართულდება ბატონი ვანო ამაზე საუბრობს, რომ მისედაც ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რა მოხდება, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე? მე ვთვლი, რომ ურთიერთობის სირთულე და ვითარების სირთულე განსაზღვრულია არა უკრაინის ფაქტორით მხოლოდ და მხოლოდ, არამედ განსაზღვრულია მას შემდეგ, რაც საქართველოს ღიად განაცხადა საკუთარი არჩევანი გახდეს ევროპის კავშირის ნაწილი და გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებდე, მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გარკვეული ექსპერტიზაა საჭირო და გარკვეული ანალიზია საჭირო იმისათვის, რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ გარკვეული გეგმის არარსებობა და სიფრთხილე, რომელიც ახასიათებს ისეთი მაღალი რანგის დიპლომატს, როგორც ბატონ ზურაბ აბაშიძე არსებობს და ეს არაერთხელ იქნა დამტკიცებული მისი საქმიანობით წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობაში დიპლომატიური სამსახურით და პოლიტიკური მიუკერძოებულობით და საქმიანი მოქმედებებით და საქმიანი განვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია ეს არის ერთიანი პოზიცია, რომელიც კოალიციაში არსებობს, ის რომ საქართველოს მზად არის შეხვდეს ნებისმიერ დონეზე რუსეთის წარმომადგენლობას, მაგრამ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს აწუხებს. მე ამ შემთხვევაში როგორც პარლამენტის წევრი უფრო მეტი თავისუფლება მაქვს და უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს ვისაუბრო, მაგრამ ჩემის მოსაზრებით უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საუბარი რაზეც იქნება, ეს იქნება ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაგვაჩნია და ჩვენ რუსეთთან გვაგვაჩნია ერთი პრობლემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამის გამოვლენების ფორმა არის სხვადასხვა. ეს იქნება ბორდერიზაცია, ეს იქნება სხვა პრობლემების შექმნა ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ასევე სხვა პროვოკაციები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანების გატაცებებთან და ასე შემდეგ. ეს საფრთხეები ჩვენ გვიდგას. ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვითარდებოდა და გვაქვს. მაგრამ მე არ ვარ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ოპტიმიზმით განწყობილი იმისა, რომ ბატონი კარასინი მზად იქნება გარკვეულ დეტალებზე ისაუბროს ბატონ აბაშიძესთან, ვინაიდან ქართული მხარე ამ შემთხვევაში, როგორც მოსამზადებელ შეხვედრებზე, ასევე ცენტრალურ შეხვედრაზე თუ ესეთი შედგა, იქნება ძალიან კონკრეტული და საქმიანი საუბრის მომხრე და არა იმის, რომ რაღაცა ფორმით ან რაიმე სახით რაღაცა ეს კონტაქტი გაფორმდეს ჩვენ შორის ურთიერთობების ყალებში დათბობის ფორმით. ეს ასე არ იქნება. რაღაცა რომ და შეხვედრა შედგეს, რაღაცა რომ და მაღალ დონეზე შედგეს, ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა. ეს არ მოხდება ერთ დღეში, არავითარ შემთხვევაში. ეს მოხდება, ამას დაჭირდება თვეები, პირდაპირ გეტყვით, აქ არიან დიპლომატები, რომელსაც მსახურია დიპლომატიურ სამსახურში და ამას დაჭირდება ბევრი თვე, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად დავინახოთ შედეგი იმისა თუ რა გამოვა ამ შეხვედრიდან. დღეს მზაობა რუსეთის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა და ამაში ბატონ ვანოს ძალიან ბოლომდე ვეთანხმები, მე ამ მზაობას ვერ ვხედავ. დღესდღეობით უმთავრესი დღე ჩვენს კალენდარში ეს არის ის დღე, როდესაც საქართველოს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის უმთავრესი ნომერი 1 ამოცანა. ამისათვის ჩვენ დავინახეთ, ვისწავლეთ, უნდა ვისწავლოთ და უნდა გამოვიტანოთ ძალიან კონკრეტული დასკვნა თუ რა მოხდა უკრაინაში, რა ფორმით მოხდა. აქ შეიძლება იყოს საუბარი, როგორც ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან გზავნილებზე, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდეს იქნება ჩვენზე ზეწოლის გაზრდაზე. ასევე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთის მხრიდან ასევე იყოს გარკვეული შემოთავაზებები, რომელიც საქართველოსთვის შესაძლოა ახმული იქნეს როგორც დადებითი და პოზიტიური, მაგრამ ჩვენ ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ და ეს ამ შემთხვევაში ეს თანმიმდევრულობა უზრუნველყოფილია, რომელიც ადრე წინა ხელისუფლებას გააჩნდა და კიდევ ერთხელ ვიძახი, არის რამოდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ თანხმდებით და ამ შემთხვევაში ამ საკითხთან მიმართებაში ქილიკით საუბარი და ირონიით საუბარი აბსოლუტურად მივიღებლად მიმაჩნია როგორც დებატიორების მხრიდან, ასევე აუდიენციის მხრიდან. ერთი რაღაც საკითხები რაც არის, ჩვენ რუსეთთან ლაპარაკში გვჭირდებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ევროპა. და მათთან საუბრისას ძალიან ნათელი და კონკრეტული გზავნილი გაგვაჩნია. ეს არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება დეესკალაცია ურთიერთობების.
მათ კარგად ესმით ის, რომ საქართველოში ვერ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მზად იქნება კომპრომისი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მზად იქნება კომპრომისი გააკეთოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, რუსების ბაზაზე საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენაზე, ვერ მოვა საქართველოში ესეთი ხელისუფლება. ეს ქართველი ერის და ქართველი ხალხის არჩევანია, მაგრამ მათის მხრიდან დიპლომატიური არხებით, დიპლომატიური საშუალებებით და ურთიერთობებით მათი თანამონაწილეობით, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი თანამონაწილეობა, აუცილებელი არის გარკვეული ბიზნეს დასახვა. თუ არ დავიწყეთ, ვერ დავამთავრებთ. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ თქვით, რამდენად წარმატებით მიდის ეს დეესკალაციის პროცესი? ზოგადად რაც შეეხება პროცესს მთლიანობაში, აქ საუბარია იმაზე, ვთქვა ზოგადად ქვეყანამ რა სარგებელი მიიღო ამ ყველაფრიდან. მე ვთქვი, რუსეთი მაინც ცდილობს პირისპირ დარჩეს საქართველოსთან. ირაკლის აბსოლუტურად ვეთანხმები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირისპირ არ დავრჩეთ და ჩვენი უცხოელი მეგობრების და პარტნიორების დახმარებით ვიურთიერთობოთ რუსეთს. ამას ემსახურებოდა და ემსახურება მაგალითად იგივე ჟენევის ფორმატი, რომელიც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტური იყო, ვთქვა და უამრავი საკითხი გადაწყდა, თუმცა საქართველოსთვის საზიანო იქ არაფერი არ მომხდარა. პირიქით, რამდენიმე პრობლემური საკითხი იქნა კიდეც დარეგულირებული, რა თქმა უნდა, ეს არ იყო, ვთქვათ, გლობალური საკითხები, თუმცა გარკვეული პრობლემები ყოველთვის განიხილებოდა და განიხილება. რაც შეეხება პირისპირ შეხვედრებს, მე რატომღაც მაქვს, ვთქვათ, განცდა იმისა, რომ რუსეთი ამას გამოიყენებს უფრო, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ და ჩვენ იქიდან ვერ მივიღებთ ვერანაირ კონკრეტულ შედეგს და ის არის, მოდ ფაქტებით ვისაუბროთ პირდაპირ, ვთქვათ, დეესკალაციის პროცესში მიდის ეგრეთ წოდებული მავთულხარდების გაბმა, გინდა ბორდერიზაცია დავარქვათ ამას, დამატებით ტერიტორიების ჩათრევა ამ მავთულხარდებში. ამას მოყვა ასევე სოჩის ოლიმპიადაზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასე ვთქვათ, ვიზიტი და სამთავრობო ლოჟაში მათი ყოფნა და არა სადღაც იქ ტრიბუნაზე ზოგადად. თუმცა ეს არ ითვლებოდა ოფიციალურად რაც გასაგებია ხა რომ ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ ქართული ღვინო შევიტანოთ რუსულ ბაზარზე, ეგ რაღაცა ციტრუსის ნაწილი გავიდეს ასე შემდეგ. თუმცა რეალურად რუსეთიც ამას სამომავლოდ ალბათ გამოიყენებს საკუთარი სარგებლისთვის და ბერკეტებს გაიჩენს იმისთვის, რომ ვთქვათ, კონდეს კონკრეტული შეხება რიგ თემებთან, რომელიც იქნება თუნდაც სენსიტიური და მტკივნეული მომავალ საქართველოს. იგივე ვთქვათ, რაღაც იმის აკრძალვა, რაზეც თავის დროზე დაგრთო ნება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი და სამწუხაროდ ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ის თავარი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ვთქვათ, დევნილთა დაბრუნებას, სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, ეს საკითხები არის ღიად დარჩენილი. მნიშვნელოვანი ხა ჩემთვის რუსეთთან რა ტიპის კულტურული ურთიერთობები გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ერები ურთიერთობენ, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რიგ ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც გადამწყვეტია ქვეყნისთვის და არა იქ რაღაც რომანსის საღამოების მოწყობაზე და 1000 მარაზმზე, რომელიც ტრიალებს ეს ბოლო პერიოდია. ხა გასაგებია, რომანს შეიძლება ტელევიზორშიც უსმინო, არ არის აუცილებელი, ვთქვათ, ამას შეწირო მთელი რიგი სტრატეგიული ინტერესები. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ამგვარად არ მოხდება. რაც შეეხება მაღალი რანგის შეხვედრებს, რა ვიცი, არსებობს ამის გარკვეული გამოცდილება, არ არის გამორიცხული რუსეთის ხელისუფლებამ ეს კიდევ ერთხელ გამოიყენოს, ვთქვათ, იგივე საქართველოს ლიდერის დასამცირებლად, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს ალბათ ეცდება, ამის საშუალება არ მიწეს, თუმცა პუტინთან ურთიერთობა ჩვენ ვიცით ზოგადად რა უჯდება ამ ქვეყანას თავიდან. დიდი მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ რეკლამის შემდეგ უკვე რუსეთთან ურთიერთობაზე საუბარს, არა მარტო საქართველოს მხრიდან, არამედ უკრაინის მხრიდან და რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კიევიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის. სხვადასხვა გიორგი ტუღუშიც თუ არ ვცდები, რამდენიმე საათია კიევიდან ჩამოსული და ამიტომ თქვენთან საუბრობთ განვაგრძობთ კიევში მიმდინარე მოვლენებზე საუბარს. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში. უკრაინა ევროპასა და რუსეთს შორის ემუქრება თუ არა ორად გახლეჩა ქვეყანას, რომლის დედაქალაქშიც ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობენ, სამხრეთში კი რუსული ჯავშან მანქანები დგას. პრორუსული აქციები იმართება, ყირიმის დაცვის ბატალიონი ყალიბდება და კრემლი რუსული პასპორტების დასარიგებლად ემზადება. რა ხდება უკრაინაში? კიევიდან სულ ცოტა ხანში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაგვერთვება, მანამდე კი მე განვაგრძობ საუბარს უკრაინის, საქართველოს და რუსეთის თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად. ქალბატონო ნინო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტები დარჩა ამ მომენტში რუსეთს იმისათვის, რომ სხვა მიმართულებით, მისთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანოს უკრაინაში მოვლენები და როგორ
როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოს რა პარალელს ხედავთ მოდით ასე ვთქვათ თქვენ საქართველოსთან პარალელი თავისთავად ზედაპირზე დევს გამომდინარე იქიდან რომ ამოცანა როგორც უკრაინის ისე საქართველოსი არის ერთი ამ შემთხვევაში და ეს არის ევროინტეგრაცია ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რომელიც ძალიან მტკივნეულ თემას წარმოადგენს კრემლისთვის და ვლადიმერ პუტინისთვის კონკრეტულად და სხვა საკითხია რომ უკრაინაში შეიძლება ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა საბოლოო წვეთი იყო იმისთვის რომ ეს სახალხო მოძრაობა წამოწყებულიყო იმიტომ რომ მთელი რიგი არარსებული რეფორმებისა თუ ძალიან კორუფციული სისტემისა იყო მიზეზი იმისა რომ უკრაინელი ხალხის უკმაყოფილება არსებობდა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საგარეო კურსი შეიქმნა მიზეზი იმისა რასაც ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგება კრემლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება კიევში დღეს თავისი ბოლო ბერკეტებით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროასპირაციას 2008-ში რეალურად თლიან კონტექსტში ეს ერთიანი სურათია და კრემლის პოლიტიკა არის ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო და ყველაზე გვიან უკრაინის მაგალითით ჩანს რომ კრემლი ამ პოლიტიკიდან გადახვევას არაპირებს ეს არის მისი ჩამოყალიბებული ხედვა, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ წარმოუდგენია, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასე ვთქვათ, დარჩენილი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირში არ იმყოფება, ისინი მოაქციოს ამ ევრაზიულ კავშირში, რომელიც საბოლოო ჯამში თითქოს და არის ეკონომიკური კავშირი, მაგრამ ბუნებრივია რუსეთთან ეკონომიკური კავშირი და გაერთიანება გულისხმობს სწორედ პოლიტიკურ დამოკიდებულებას. რეალურ შანსს იმისა, რომ უკრაინაში განვითარდეს იგივე მოვლენები, რომელ მოვლენებადაც ჩვენ 2008 წელს მივედით ყირიმში. უკვე რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა და დუმა განიხილავს ამ საკითხს, რომ იქ დაიწყოს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება დაჩქარებული. კი ბატონო, გაყოფილი სახელმწიფოები ეს არის კრემლის პოლიტიკა და ეს არის კრემლის პროექტი. მისი ძალიან ხელსაყრელი მექანიზმი, რომელსაც ის სათავისოდ იყენებს და შესაბამისად ამ, ასე ვთქვათ, კარტის გათამაშება სათავისოდ შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყირიმი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ამ წუთისთვის, იმდენად, რამდენადაც რუსეთს დაინტერესება ექნება, როგორც მინიმუმ ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენოს, რამდენად რეალურია ეს საბოლოო ჯამში მე საფრთხე არსებობს, უდაოდ არსებობს ეს საფრთხე და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ყველა პირველ რიგში დასავლეთი და გააცნობიეროს ამ საფრთხის რეალური ალბათობა, მაგრამ ყირიმთან მიმართებაში ასევე უნდა ითქვას, რომ იქ არ არის მხოლოდ რუსული უმცირესობა, როგორც ასეთი, იქ საკმაოდ გადამწყვეტი როლი ასევე ენიჭება ყირიმელი მთათრების უმცირესობას, როგორც ასეთი, რომლებიც დიდწილად პროუკრაინული ორიენტაციის არიან. ამიტომ ასე მარტივად ეს საკითხი მე არ მგონია, რომ გადაჭრადი იყოს. მე უფრო ვფიქრობ, რომ ყირიმის გარშემო საკითხი ვლადიმერ პუტინის შიდა პოლიტიკური პიარისთვის გამოსაყენებელი მექანიზმი უფროა, ვიდრე ის, რომ ეს მართლაც სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის საფრთხე ერთმნიშვნელოვნად არსებობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ საფრთხეს ცალსახად აცნობიერებს პირველ რიგში უკრაინა და აცნობიერებს ასევე დასავლეთი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველა ზომას იხმარს იმისათვის, რომ ამ საფრთხეს წინააღმდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორედ დასავლეთით განვაგრძობ საუბარს, რამდენად აქვს შანსი რუსეთს, რომ გამოუვიდეს რაც მას გამოვიდა საქართველოში, რომ დე-ფაქტო ჩვენ ტერიტორიების ნაწილს ქვეყნისა ვერ ვაკონტროლებთ. დასავლეთმა თქვენი აზრით გამოიტანა გარკვეული გაკვეთილები 2008 წლიდან? პირველი მინდა ვთქვა, რომ რამდენად გამოუვა ეს მომავლის თემა, მაგრამ ის რომ ამის კაფეო ჩამოყალიბებული სურვილი არსებობს, ამას არავინ არ მალავს. არა მხოლოდ პოლიტოლოგები, არამედ პოლიტიკოსებიც აკეთებენ ამის თაობაზე ღია განცხადებებს. ეხლა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ვლაპარაკობთ უკრაინაზე და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს არის 1994 წლის შეთანხმება, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე. და აი ამ შეთანხმებას, როდესაც ხელი მოეწერა, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთი სახელმწიფოები დადგნენ გარანტორად იმით, რომ არ იქნება შელახული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს შეთანხმება გამოყენებული იქნას როგორც პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რის თქმა მინდა, რომ პირდაპირი აგრესია აქედან გამომდინარე
უბრალოდ იმიტომ რომ იქ რაღაცა მოხდა და ამიტომ შემყავს ჯარები მსგავსი რაღაცა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი სამხედრო სცენარის განვითარება სერიოზულად მუშავდება და რამდენადაც მე ვიცი მუშავდება, ამის ერთადერთი საშუალება შეიძლება იქნეს იქ ადგილზე კონფლიქტის პროვოცირება. თქვენ ახსენეთ პასპორტების დარიგება. პასპორტების დარიგება კი განიხილება დუმაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი რამდენიმე წელია დაწყებულია. დღეს საუბარია ამ პასპორტიზაციის პროცესის ფორსირებაზე და არა მის დაწყებაზე. თორემ რუსეთი ზუსტად იმ მექანიზმებით ახორციელებს ამას ყირიმში, რა მექანიზმებითაც ახორციელებდა თავის დროზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დუმა ოფიციალურად განიხილა. უბრალოდ ეხლა საუბარია ამის ყველაფრის ფორსირებაზე. ასე რომ ეს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ რომ პრევენციის მექანიზმების ამოქმედებას და შემთხვევითი არ იყოს სწორედ რომ ბოლო საუბრებში რომელიც შედგა ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის მერკელსა და პუტინს შორის სწორედ ეს თემა განიხილებოდა და ყველგან ლაიტმოტივად გაზრდევდა ის რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რამდენად ერთიანი იქნება ამაში საერთაშორისო საზოგადოება ამაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული და ერთი პატარა რემარკა იმ თემასთან დაკავშირებით, რაზედაც საუბრობდით საქართველოს რუსეთის ურთიერთობები და კერძოდ შესაძლო შეხვედრა, მინდა ვთქვა, რომ პირველეს ყოვლისა შესასწავლია წინადადება, რომელიც ჯერჯერობით საჭირო ფორმით არ გაჟღერებულა, იმიტომ რომ ჟურნალისტისათვის უბრალოდ დერეფანში ნათქვამი ფრაზა, რომ თუ სურვილი აქვს, მე შევხვდები, ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ამას აქვს თავისი ფორმა, თავისი პროცედურა, თავისი წესი და მხოლოდ ამის თაობაზე შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც აი ამ ფორმის დაცვით გაჟღერებული იქნება წინადადება. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მექანიზმები რჩება უკრაინის ჯერ ვერ ვიტყვით ახალ ხელისუფლებას, მაგრამ მთავრობას ახალ ხელისუფლებას, რომელიც ყალიბდება და როგორც ჩანს ჩამოყალიბდება როდისღაც, რა მექანიზმები რჩება მას, რომ დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, თუნდაც კონკრეტულად ყირიმთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ ერთი რამე უნდა კარგად გვესმოდეს, რომ რა მოხდა უკრაინაში. უკრაინაში პრინციპში დაპირისპირება იყო თავისუფლებასა და ტოტალიტარიზმს შორის, ევროპულ არჩევანსა და საბჭოთა კავშირს შორის და ეს მოჯადოებული წრე გაარღვია უკრაინამ. აი ეს რეალურად კრემლი დამარცხდა. კრემლი დამარცხდა უკრაინაში და ზუსტად ამ ფონზე დღეს კრემლი არის აგონიაში, იმიტომ რომ გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ გადაცემას რუსულ არხზე, სადაც იყო დებატები და სწორედ პირდაპირი მოწოდება იყო ყირიმთან დაკავშირებით, რომ რაღაც იქ 2000 კაციანი დაჯგუფება შეიქმნა, მე ვიქნები მეთაური ამის, წამყვანების პირდაპირი მოწოდება მაქსიმალურად რომ აჟიტირება მოახდინონ იქ ადგილობრივი მოსახლეობის თითქოს ვიღაც იჩაგრება. თუმცა რეალურად ნახეთ კიდევაც რომ იქნება ბატალიონი რეალურად ვთქვათ, რეალურად უკრაინაში ეს რევოლუცია, უკრაინაში ეს ასე ვთქვათ პროცესი რაც ხდებოდა ეხლა ეს კრემლის დამარცხება, ეს იყო რეალურად გამარჯვება დასავლეთისკენ სწრაფვის და მათ შორის ყირიმშიც ზუსტად იგივე და აღმოსავლეთ უკრაინაში ზუსტად იგივე პროცესი იყო და ამის თანამონწილეა. ეხლა მეორე თემა არის საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს იმის, რომ რუსეთი შეეცდება სხვადასხვა ძალების გამოყენებას იმისთვის, რომ დაძაბულობა და ესკალაცია შეიტანოს უკრაინაში. იმიტომ რომ იგივე მედვედევის განცხადება, იგივე ოფიციალური პირების განცხადება, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგებიან იმ პროცესს, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ან უკრაინის დემოკრატიზაციის პროცესს და ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მიუთითებს. მაგრამ ყველაზე მთავარია, ეხლა ძალიან მშვიდი საღი პოზიცია თვითონ უკრაინის მიმართ. მე მჯერა, რომ 90-იანი წლები აღარ არის უკრაინაში და დღეს არ არის ესეთი მარტივი, თუნდაც ტერიტორიებთან ან ცალკეულ რეგიონებში ამხელა, ასე ვთქვათ, პირდაპირი კონფლიქტის სამწყება. არ არის დღეს ეს სიტუაცია. საფრთხეს, რა თქმა უნდა, ქმნის რუსული ჯარები, რომლებიც განლაგებული არის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდი საფრთხეა და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მაგალითად ამ საფრთხისგან თავისუფალი ვართ და სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც საქართველოს აქვს გასული 10 წლის მანძილზე არის ის, რომ საქართველოში რუსული ჯარი აღარ არის წარმოდგენილი, რაც ცალსახა საფრთხეა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს უკრაინაში რეალურად ახალი გეოპოლიტიკური განლაგება ხდება. ამიტომ უკრაინას სხვა ბევრი გამოწვევა აქვს, ეს არის ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ ისედაც წინა ხელისუფლებას დიდი პრობლემების წინაშე იდგა და დღეს მით უმეტეს როცა ფაქტობრივად გამოცარიელებულია აბსოლუტურად ბიუჯეტი და ძალიან დიდი პრობლემა აქვს, ძალიან მაღალი ფასი გაზზე, რასაც სწორედ იმ დათმობითი პოლიტიკის საპასუხოდ იღებდა უკრაინა მუდმივად რუსეთისგან, არც ერთი თეთრი შემცირებული გაზი და მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირფასი ხდის გაზში უკრაინა და ეს რაღაცა ლოიალური პოლიტიკის საპასუხოდ იღებდა, მაგრამ თავარი მე მინდა ასევე საქართველოს კონტექსტი ვთქვა.
დღეს არის მართლაც შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი რაც ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ყველამ გამოვიყენებთ, ან ასე ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოთაც იყოს ეს ყველაფერი გამოყენებული. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვება ის რაც მოხდა უკრაინაში. ამიტომ უფრო ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ, რომ ღიად მხარი დაუჭიროთ დღეს უკრაინაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. ამას არ უნდა მოვერიდოთ. მე მართლა ვფიქრობ, რომ მთავრობის დელეგაციაც სწრაფად უნდა ჩავიდეს, მაგალითად უკრაინაში და მაქსიმალურად თანამშრომლობა უნდა დაიწყოს ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ახლა ფორმირდება უკრაინაში. იმიტომ რომ ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და უბრალოდ მინდა შევეხო იმ ბიჭების სახელებსაც, რომლებიც საქართველოს სახელით იყვნენ უკრაინაში ბოლომდე, ეს დათო ყიფიანი, ზურა ხურცია და გიორგი არუთინოვი, რომელიც უკრაინაში ბოლომდე იბრძოდნენ და ჩვენ დღეს წინააღმდეგებითაც გამოვიდოთ მათ გმირის სტატუსიც მივანიჭოთ საქართველოში, იმიტომ რომ მართლაც დასაფასებელია. ის რაც კი დღემდე ხდება, გრძელდება კიევში, ეს არის ჩვენ და უკრაინაში, ეს არის ჩვენი ბრძოლაც. იმიტომ რომ მათ გაარღვიეს გარკვეულწილად მოჯადოებული წრე. აი ეს მოჯადოებული წრე უნდა გავარღვიოთ აუცილებლად ჩვენ და საერთო გამარჯვება უნდა იყოს ეს ყველაფერი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაიდანზე ეს ბიჭები შეკრებილმა ადამიანებმა სწორედ გმირების სახელით გააჩინეს. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუნდაც აქედან გადმოვიდეთ გმირის წოდების მინიჭება ამ ბიჭებისადმი რამდენად მისაღებია ხელისუფლებას შესთავაზეს? მე მართლაც მინდა აღვნიშნო და რა თქმა უნდა მიუსამძიმრო ოჯახებს ვინაიდან ეს არის უდიდესი ფასი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გაიღო თავისუფლებისთვის და გადაიღო იმ თავისუფლებისთვის, რომლისთვისაც მოძმე ერი იბრძვის. ერთი რაღაცა რაც მინდა ასევე რაზეც მინდა ვისაუბრო, მე ვთვლი რომ ამ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ, უკაცრავად გამოთქვას ვთქვა იდიომას, ეს ცალმხრივი ქუჩა არ არის ამ შემთხვევაში. ეს გზა უკრაინამ არ უნდა გაიაროს, ახლა მარტო არავითარ შემთხვევაში. აქ ის არჩევანი, რომელი არჩევანიც უკრაინელმა ხალხმა გააკეთა და რომლისთვისაც ძალიან ბევრი გაწირა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა და დაამტკიცა, რომ მას ეს მტკიცება გადაწყვეტილი, ზუსტად ამ ვექტორმაც უნდა შეასრულოს საკუთარი როლი. რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში გულისხმობ ევროპის კავშირს. გასაგებია, რომ თავის დროზე ევროპის კავშირს ჰქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, შეკავება იმასთან დაკავშირებით. აი, ბოლო 3 თვის განსაკუთრებით როგორ ვთქვით, რამდენად ადეკვატური იყო ევროპის? მე თავის დროზეც გავაკეთე იმის განცხადება, რომ ევროკავშირის ჩართულობა დასაწყის ეტაპზე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ დააგვიანა ამ შემთხვევაში ევროპამ, მაგრამ მერე უკვე საკმაოდ აქტიურად ჩაერთო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მედიატორობა, რა მედიატორობაც ევროპის კავშირში. აი, როგორ ხედავთ? კიდევ ხომ არ არის აზრი მინდა დავასრულო. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის ხალხმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაინახოს ის მხარდაჭერა, რა მხარდაჭერის მიღება მას შეუძლია ევროკავშირისგან და მისი პარტნიორი ქვეყნებისგან და იმ ქვეყნებისგან, რომელიც ხარს უჭერენ მის ევროპულ არჩევანს. ეს პირველ რიგში გამოხატული უნდა იქნეს ეკონომიკურ მხარდაჭერაში, იმიტომ რომ დღესდღეობით უმთავრესი პრობლემა რაც კი უდგას, ეს არის ეკონომიკური პრობლემა. პირდაპირ გამოდის დღეს მოვალეობის შემსრულებელი, მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი პირები და პირდაპირ ამბობენ, ხაზინა არის цаრიელი. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ სახელმწიფო უწყებები ვერ ფუნქციონირებენ სხვა სახელმწიფო სხვადასხვა ობიექტები და ეს რეალურად კრიზისს შექმნის და შეიძლება მივიდეთ პროდუქტიც კი არ იყოს უკრაინაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ეს რა თქმა უნდა ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. ამიტომ მე მგონია, რომ ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური დახმარება ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და უმთავრესი. საფრთხეს როგორც ასეც მე უკრაინის გახლეჩისა მე ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ ამ ხალხმა ანახა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა, ძალიან კონკრეტული ბრძოლა, კონკრეტული დასახული მიზნის მიმართ და ეს არ იყო რაღაცა ცალმხრივი ბრძოლა, რომელსაც რაღაცა ნაწილი უკრაინის ხარს უჭერდა. ხშირად გვსმენია დნეპრის გაყოლებაზე, უკრაინის გაყოფაზე, ყირიმზე. ეს ესე არ არის. იქ არის, რა თქმა უნდა, ადამიანები, არის გარკვეული ჯგუფი, არის ეთნიკურად რუსი მოსახლეობა, რომელსაც უნდა და სურს, რომ უკრაინა იყოს რუსეთის ორბიტაზე. ჩვენ დღეს ნახეთ ეს ადამიანები ისინი ჯარივით მიდიოდნენ და პასპორტების დარიგებას უჭერდნენ. ეს არ არის აბსოლუტური უმრავლესობა, ან რაღაც სადღაც კონცენტრირებული უმრავლესობა. ნინოს დავეთანხმები, იგივე ყირიმთან მიმართებაში ესე წარმოდგენილიც არ არის. აქედან გამომდინარე, ამას ვერ ხედავ. აქვე ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ძალიან მინდა, ასე ვთქვათ, დაფასების სიტყვები უთხრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელმაც ძალიან
ზუსტად და სწორად შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი და იგივე სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომელიც ყველას ეგონა, რომ პირდაპირ მონებად იყო დაქვემდებარებული იანუკოვიჩი, იქაც აღმოჩნდა ჯგუფი წრე, რომელმაც არა ამაღლა ხელი საკუთარი მოსახლეობის წინაშე და რაც შეეხება უშუალოდ ბაზას, რომელიც ყირიმშნებოდა, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა, ეს გეოპოლიტიკური პრობლემაა, მოქმედი ხელშეკრულებით თუ არ ვწდები, ეს 2059 წლამდეა გაგრძელებული, მათი იქ ყოფნა, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელთანაც ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა და ამას საქართველოს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მე ვიტყოდი ბატონო გიორგი, ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დასრულდა, მაგრამ ეს 99 წლის სტამბოლის სამიტზე იყო, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იგივე დიპლომატებს, როგორც ზურაბ ბაბაშიძეა და ბატონი მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩავკრთოს, უბრალოდ დრო ამოიწურება, ამიტომ მე უკვე უნდა ჩავთო და ბატონი მიხეილი კიევიდან და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვერდთობა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ვიდრე კონკრეტულ ასპექტებზე დავიწყებდეთ საუბარს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვინდა რომ თქვენ შეაფასოთ უკრაინელი ხალხის გამარჯვების მნიშვნელობა მსოფლიოსთვის ზოგადად და მათ შორის საქართველოსთვის. ამ გამარჯვებას აქვს ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რეგიონისთვის, საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა არის ის, რომ საბჭოთა კავშირი იშლება ნამდვილად ახლა. საბჭოთა მენტალიტეტი ინგრევა ახლა. რამდენიმე რაღაცა დაინგრა უკრაინის რევოლუციით. დაინგრა პირველ რიგში მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის. რომელსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა, პოლიტიკოსმა და ბავშვებს ხალხმაც დააფუძნა თავის გადაწყვეტილება ბოლო წლებში, ბოლო ათწლეულებში. პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო, რათა უკრაინის ეს რევოლუცია შეეჩერებია. კიევში და უკრაინის უკლებრივ თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოსავლეთში, პუტინი ბოლომდე დამარცხდა. ბოლო კვირებში აქ იყო ნამდვილი დესანტი პუტინის. იყვნენ გენერლები FSB-ს, იყო სურკოვი, რომელიც არის მისი წარმომადგენელი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და რეალურად გადმოამისამართა უკრაინაში და უკრაინაში დასვა კიევში იჯდა პირდაპირ და ხელმძღვანელობდა მათ მოქმედებებს. იანუკოვიჩი მიცა 2 მილიარდი იმისაც, რომ იანუკოვიჩი განახორციელებია დარბევა და მიცა პირდაპირ ინსტრუქციები. და ეს ყველაფერი ჩამოიშალა. თქვენ ამბობთ, რომ აღმოსავლეთშიც დამარცხდა იმ სისტემის დიახ, თქვენ ამბობთ, რომ აღმოსავლეთშიც დამარცხდა პუტინი. ჩვენ ხედავთ რა ხდება სამხრეთში. რამდენად ხედავთ უკრაინის ორად გახლეჩის საფრთხეს? მე ჯერეთ ყველა იძახოდა, რომ აღმოსავლეთში მოხდებოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მოხდებოდა. მე კარგად ვიცი, რომ აღმოსავლეთ უკრაინას ბოლო წლებში თუ კი რამე მართლა გააკეთა წინა რევოლუციამ იუშენკოს ხელმძღვანელობით და სხვა ლიდერების იყო, რომ უკრაინაში ეროვნული მენტალიტეტი გამტკიცდა. აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში და ლუგანსკში კი და აღლაპარაკობ ზაპოროჟიეს, სუმში, პრინციპში მენტალიტეტი იმის, რომ ეს არის ერთ სახელმწიფო, დამკვიდრა ძალიან მყარად. ამიტომ აღმოსავლეთის წაღება რუსეთს არ გამოვა. რაც შეეხება ყირიმს, ყირიმში თავარი პრობლემა არის რუსული სამხედრო ბაზა და რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა. ამიტომ იქ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, დგას და ახლა რუსები იქ ცდილობენ ზუსტად იმავე სცენარის გაკეთებას, როგორც ცხინვალში და აფხაზეთში თავის დროზე. როგორც ცდილობდნენ აჭარაში, ჩვენ ხო რეალურად აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინა ვაცალეთ რუსეთს. იქაც რუსული ბაზა იყო და 2004-ში, 2005-ში, 2006-ში ზუსტად იგივე სახორციელდა ვარდების რევოლუცია. თუ არა ვარდების რევოლუცია და შემდგომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები, დღეს აჭარაც დამოუკიდებლად ექნებოდა რუსეთს გამოცხადებული და დამოუკიდებელ ან რაღაც ფორმის ცალკე გამოყოფილი იქნებოდა ჯავახეთი. ჩვენ მოახერხეთ სწორედ დროზე მიუსწარეთ. აფხაზეთს და ცხინვალს ვეღარ მიუსწარეთ, იმიტომ რომ ძირითადი საქმე რუსეთმა მოათავა იქ 90-იანებში. რატო ვამბობ ამას ყველაფერს, რომ ყირიმში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა მაინც ეს სეპარატიზმი და თუ ახლა უკრაინის სახელმწიფო და ამის შესახებ ველოდებ ყველა ჩემ მეგობარს, თუ ყველა ლიდერს ხვდები ამ დღეებში, ყოველ საღამოს გვაქვს მათ ლაპარაკები, გუშ და გუშწი დილამდე ვიჯექეთ რამდენიმე ლიდერთან, კლიჩკოსთან, პეტრო პარაშენკოსთან ვილაპარაკეთ, სხვა ლიდერებს ხვდები ხოლდაზეკ. ყველას უხსნი, რომ თუ ახლა სწრაფად იმოქმედეს, ვერც ყირიმში ვერ განახორციელებს თავის მიზეზს რუსეთი, თუმცა დრო აქვს ძალიან შეზღუდული. ბატონო მიხეილ, დასავლეთის რეაქცია როგორი უნდა იყოს და თქვენ როგორ ვთქვით, რა გაკვეთილი გამოიტანა დასავლეთმა თუ გამოიტანა თქვენი აზრით 2008 წლიდან და როგორი იქნება ამჯერად მისი რეაქცია? მე ვფიქრობ, თავარი რაზეც აღარავინ საერთოდ დასავლეთში აღარ ლაპარაკობს, ხო იყო ხალხი, რომ რაღაც ნაწილი საქართველოს ადანაშაულებდა. ის კი არა
ქართველი ძახოდა ზოგ საქართველოს ბრალიო. ეხლა ხო მაინც დარწმუნდით რომ საქართველოს აფეშუაში არ არის. მე 2008 წელს სანამ მოხდებოდა ფართო მასშტაბიანი ომი აგვისტოში ხმამაღლა ყვიროდი და ბევრი ინტერვიუ შეგიძლიათ ამოიღოთ ნახოთ რომ ეხლა მოხდება საქართველოს შემდეგი მოხდება უკრაინა თუ ხელი არ გაანწრიათ. მაშინ ჩათვალეს რომ პანიკიერი ვიყავი. მოხდა საქართველო და ხდება უკრაინა. ეხლა უკვე დასავლეთმა დაიწყო უკვე იმათაც კი ვინც ჩვენი მართ სკეპტიკურად განწყობილა ვიღაცა თქვა რომ გიჟი სააკაშვილის ბრალიც არის რაღაცეები ეხლა ყველა ბოდიში ხდის. ძალიან ბევრმა მათგანმა ვინც კი ეს თქვა რომ აი ხედავ როგორ ვერ შევაფასეთ სათანადოდ რა მოხდა 2008 წელს. ამიტომ ძალიან ბევრი მითი დაინგრა მათ შორის 2008 წლის ის ნაწილის იმ ნაწილში მითი რომელიც ზოგიერთს მათ ჰქონდა თავის გასამართლებად რატო ბოლომდე არ დაეხმარეს საქართველოს. და კიდევ ერთხელ რომ ყოვლის შემთხვევაში მითი დაინგრა რუსეთის იანუკოვიჩის სისტემის ეფექტურობის და პუტინის სისტემის ეფექტურობის მითი ინგრევა. და საქართველოსთვის ამას აქვს დღეს ისტორიული მნიშვნელობა ეს ბრძოლა უკრაინელების ეს არის ჩვენი ბრძოლა სამი ქართველი სამი ჩვენ თანამემამულე დაიღუპა აქ მე მინდა სანამ სხვა რაღაცა უბრალოდ მოკლედ თქვა დათო ყიფიანი ესე იგი აი აქ ზუსტად ამ ქუჩის ქვემოთ აქ სადაც ვიდექით გადაძვრა ტყვიების ქვეშ გათიშა აი ეს ბრონიბორი წყალსაცავს დემონსტრანტებს ტყვიების ქვეშ მან აიღო პირველი შევარდა უკრაინულ სახლში ეს რასაც მეყოფდა ჩემი უკრაინელი მეგობრები მაშინ გაუარა პირველმა ტასაცმელს ტყვიამ დროშა გამოგრიჯა ბერკუტმა ქართული დაიხარა დაუმტვრეს ცხვირპირი და უკან წაიღო თავი ქართული დროშა და ბოლო დღეს ორი ტყვიით მოკლეს აქ და მე წუხარ რომ როდესაც ის საქართველოში ჩაასვენეს რა თქმა უნდა ოფიციალური პირი მას არავინ არ დახვედრია მაგრამ დახვდა ათასობით ადამიანი იმიტომ რომ და წუხარ რომ კითხვები ისვის ბრძოდა რა თქმა უნდა საქართველოს იბრძოდა რა თქმა უნდა საქართველოს ბედიწყება ამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში ამათ რო კისერი მოუგრიხონ საქართველოს მომავალ საერთოდ იქნება. ბატონო მიხეილ, როგორ უნდა შეინარჩუნოს უკრაინას საჭირო ევრომაიდანზე მიაღწია? როგორ უნდა შეინარჩუნოს და რამდენად მოახერხებს თქვენ როგორ თვლით ის მთავრობა, რომელიც თქვენს თვალწინ ახლა ფორმირებას განიცდის, ის ლიდერები, ოპოზიციის ლიდერები, როგორ მოახერხებენ ამ შედეგის შენარჩუნებას? აქ არის ძალიან მაგარი ხალხი. მე ვიარე ქუჩებში, თქვენ ნახეთ საქართველოს როგორი მაგარი აზრის არის, როგორ ხდებიან ყველგან შეიძლება ნახეთ ტელევიზორში რომ წარმოუდგენ რაღაცა მაგრამ იმიტომ რომ მათ ზუსტად ესმით რომ რა არის მათ მოვიდა რატო ხდებიან იცით იმიტომ რომ ეხა ყველა ადამიანი ვინც არ უნდა გააჩეროთ ქუჩაში ვინც ოდნავ მაინც აზროვებს და მართლა რაღაცა გამოცდილება მაინც მიუღია იძახს რომ უკრაინას უნდა საქართველოს ტიპის რეფორმები მე ხა დღეს შევხვდი უამრავ სტუდენტ ჯგუფს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტელევიზიაზე ჟურნალისტებს ყველა გვეუბნება ჩქარა საქართველოსნაირი რეფორმა ჩქარა პოლიციის რეფორმა ჩქარა კორუფციასთან ბრძოლა ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი ამას ლაპარაკობს გახსოვთ ტრიბუნიდან გუშტი თუ ვინმე ნახა რომ გამოვიდა წარმოადგენს რომ ამ ხალხმა შეძლო იმის გაკეთება რისი გაკეთება ჩვენ ახლა გსურს უამრავი შემოთავაზებები ამ მიმართულებით ახლა ამაზე საუბარი უკვე მიდის მათ შორის სწორედ უკრაინის პრესაში და მედიაში არის რომ გააკეთოს სწრაფი რეფორმები თქვენ ამაზე მიდის საუბარი უკრაინის მედიაში და პრესაში თქვენ ხომ არ აპირებთ ან ყოველ შემთხვევაში ხომ არ ელოდებით შემოთავაზებას მომავალი მთავრობისგან რომ იყოს რაღაც თანამშრომლობა თქვენ შორის გულისხმობ ოფიციალური თანამშრომლობა განიხილება ასეთი საკითხი თქვენ იცით რომ ძალიან პარადოქსული წინადადებებიც იყო მათ შორის მაღალი თანამდებობების დაკავების მართლაც მათ შორის ღიათაც და ისედაც ლაპარაკებში მაგრამ რა თქმა უნდა მე ასეთ გეგმები არ მაქვს მე მეუთხარი მათ რომ ჩემი გული აქ არის იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა აქ არის ჩემი გული აქ არის მაგრამ ეს არის ქართველის გული ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ თუ ყველაფრით დავეხმარებით ჩევითაც და ყველაფრითაც მაგრამ მათ გასაკეთებას საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებ მათი გასაკეთებელი საქმე ხარ ის სწრაფი რეფორმები რომ აღარავინ აღარ მოპარეს ეს გამარჯვება და რო იძახიან რომ ბევრს ლაპარაკობ რომ აი ბევრი ლაპარაკი იყო აი კორუფცია მაგალითად უკრაინაში ნახეთ რა არის ნამდვილი კორუფცია როცა ვიღაცა რაღაც ლაპარაკობს აი ნახეთ როგორ გამოიყურება კორუფცია იანაკოვიჩის მაგალითზე როგორ გამოიყურება კორუფცია ამათი პროკურორების მაგალითზე როგორ გამოიყურება ნეპოტიზმი როცა თავის ნაცისებს ნიშნავენ ყველა თანამდებობებზე როცა გზას უკეტავენ ნიჭიერ ახალგაზრდობას როცა მართლა არის ძალადობა იმიტომ რომ ჩვენ შეგვიქმნა რუსულმა პროპაგანდამ იმდენი მითი ბოლო თვეებში და წლებში რომ აი კორუფცია იყო აი თურმე ძალადობრივი მთავრობა იყო აი ძალადობრივი მთავრობა აი კორუფცია სად იყო ასე გამოიყურება კორუფცია
ამ ეს ხალხი სულელი არ არის და ტყუილი არის ახლა საქართველოს მაგალითი გვედა. ბატონო მიხეილ, მე მინდა დავაკონკრეტოთ, თქვენ თქვით რომ ეს სკანდალური თანამდებობებიც კი გაჟღერდა, რომელიც თქვენ შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ გითხრათ რა თანამდებობებზეა კონკრეტულად საუბარი, იყო თქვათ საუბარი შესაძლო კონსულტაციაზე, კონსულტანტად მუშაობაზე თქვენი მხრიდან თუ რაღაც მაღალ თანამდებობაზე, ოფიციალურ თანამდებობაზე. იყო დაწყებული ოფიციალური თანამდებობიდან, მაღალი ოფიციალური თანამდებობიდან და ყოველგვარი ხუმრობების გარეშე და რომელი კონკრეტულად ჩემს ყოველ დღესაც ბოლო კვირე მე არ მინდა ხაბას ბოლო კვირეებში ყოველ დღე რევოლუციის დროს ველაპარაკებოდი პრაქტიკულად ყველა ლიდერს. ნუ ახლა ტიმოშენკო ციხეში იჯდა და ვერ დაველაპარაკებოდი თითქმის ყველა სხვას ყოველ დღე და ღამე ველაპარაკებოდი ამერიკიდან. ჯერ დეკემბერში რომ ჩამოვედი მათხოვეს ჩამოსვლა ჯერ გამოვიარე ბრიუსელში და ვარშავაში რამდენიმე დღე გავატარე რომ შემაგროვებია ევროპარლამენტარის პირველი დელეგაცია რომელიც მას ჩამოვიყვანეთ. მე იურანკოვიჩს თავრობა გავმაცხადა პერსონა ნონ გრატად პირველი ვიყავი ამ სიაში. მე აქ დავიმატეს სენატორი მაკეინი რომელიც სხვაჩოს ასევე ჩემი თხოვნით ჩამოვიდა სხვა სენატორებთან ერთად მაშინ. შემდეგ უკვე ვეღარ ჩამოდიოდი აქ, მაგრამ მიუნხენში მთხოვეს მათ ჩასვლა და ჩავაკითხე მიუნხენში ქონდა 2 დღიანი შეხვედრები და მათ შორის ერთი ღამე მთლიანად ვიჯექი პირველ ღამეს როცა ჩავედი, ბევრი ვილაპარაკეთ. პრინციპში რაზეც მოვილაპარაკეთ, პრაქტიკულად ბევრი რაღაცა ასე განხორციელდა. ძალიან ხარტი და ჭკვიანი ხალხია, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ თითქმის ბავშვობიდან. ბატონო მიხეილ, მე ამჟამად მინდა გავაგრძელებ მათთან მუშაობას. კიდე კარგი ამჯერად შემოვშე. სხვაჩოს მინდა გითხრათ, პარადოქსი არის ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების უფროსად დანიშნული ჩემი მეგობარი ვალენტინ ანდივანჩიკო და ჩემი თვითმფრინავის დაჯდომამდე 15 წუთი ადრე მივიღე ნებართვა რომ შემოსულიყავ უკრაინაში. როცა ავფრინდი, როცა მოვდიოდი, ვიცოდი რომ არ მქონდა ნებართვა, მაგრამ ამის უკვე რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა. რო შემოვეშე, მაინც განმოვიდოდი აეროპორტიდან გამოახცევდი. ბატონო მიხეილ, ტიმოშენკოს დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში როგორ შეცვლის სურათს თქვენ როგორ თქვით უკრაინაში? განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერების თვალსაზრისით. ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ ზოგადად ოპოზიცია არ არის ერთიანი უკრაინაში. თქვენ იცით რომ იულია ტიმოშენკოსთან მე მაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა. 2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი მან განახორციელა პრემიერის რანგში საქართველოში. პუტინმა ამაზე სხვა შორის პორნოგრაფიული ფილმიც გადაღებია ჩემს და იულიაზე თუ გახსოვთ. და ძალიან ნერვიულობდა. შემდეგ მეორეჯერ ვერ დანიშნეს პრემიერ-მინისტრად პირველი ოფიციალური კონტაქტი ჰქონდა ისე ჩემთან და საქართველოსთან. და არჩევნების წინ 2000 წლის მან გთხოვა დახმარება. ჩვენ გავაგზავნეთ ბევრი ჩვენი მრჩეველი და დამკვირვებელი მათ არჩევნებზე. გავიგე რომ საქართველოში ეს უკვე გავიგე უკრაინაში მითხეს უკვე იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები დაინიშნეს სამართალდაცვა სტრუქტურებში რომ საქართველოს მთავრობამ თუ პროკურატურამ გამოითხოვა მონაცემები იანუკოვიჩის დამხობამდე 3 დღით ადრე თუ როგორ გავაგზავნეთ ჩვენ დამკვირვებლები უკრაინაში და ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული მე მგონი ბილატორად მე არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში ეს ძალიან სასაცილო და ძალიან სავალალოა და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობები მაქვს იულია ტიმოშენკო დაბრუნდა სხვა უკრაინაში ციხიდან ის იყო ციხეში პოლიტიკური ბრალდებით, რა თქმა უნდა, მოგონილი ბრალდებით. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, სხვა შორის, რომ არც ოლიგარქი, უკრაინაში არის 30 ოლიგარქი. იანუკოვიჩი ქონდა მინიმუმ 15-20 მილიარდ დოლარი, ახმეტოს აქვს ბევრად მეტი. 30 ოლიგარქია იყო უკრაინის იუშენკო უბრალოდ იანუკოვიჩი ხართ. არც ოლიგარქიულმა ფულმა უშველა, არც პროკურატურამ უშველა და არც რუსეთმა უშველა. ყველასთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს, რაც მოხდა აქ. იულია გამოვიდა გარეთ, მაგრამ ეს არის ახალი ქვეყანა, ნიჭიერი ხალხია ძალიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ახალი ლიდერი გამოვიდა და რაც თავარი ლიდერები დღეს განან ქუჩაში. ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა. მე ამ ხალხთან ურთიერთობ, ხოჭოს ურთიერთობდი ამერიკიდან ბოლო კვირეებში Facebook-ი ძალიან აქტიურად და დღეს შევხვდი იმ ხალხს, ვისთანაც ურთიერთობთ Facebook-ად და იდეალად მომხიბვლელი საინტერესო ახალგაზრდობა, რომ ამ ხალხმა ზუსტად იცის რა უნდა, ეს ხალხი აიძულებს თავის ლიდერებს გაატარონ ნამდვილი რეფორმები, მართლა შეცვალონ როგორ მუშაობს პოლიცია, მართლა შეცვალონ როგორ მუშაობს საგადასახადო სამსახურები, მართლა აიძულონ რომ აღარაცოდეს თავრობის წევრები, აღარ გამდიდნენ და არ აიშენონ სასახლეები და მართლა 40-40 და 50-50 მანქანები, მათი ნაცისები არ გამდიდნენ, ოფშორული ანგარიშები არ გახსნა სადმე, ხალხი ზურგს უკან და ეს ყველაფერი აქ მოხდება, იმიტომ რომ ყველა მათგანს იულიასაც, კლიჩკოსაც ჩემ მეორე მეგობარს, პარაშენკოს ჩემ თავის დროზე ინსტიტუტის მეგობარს, ყველა მათგანს მოხდება თამაშის ახალი წესებით. ჩვენ გვესმის ახალი საინტერესო ლიდერები გამოჩნდა, იმიტომ რომ ხალხი ერთი ინციდენტი არ მოხდა, ისე დისციპლინა ჰქონდათ.
ისეთი აღმაფრენა ქონდა. ჩვენ გვესმის ბატონო მიხეილ, სწორედ რომ თქვენს უკან ახლა მაიდანია და ჩვენ გვესმის კიდევაც რომ ამ წუთებშიც გრძელდება იქ სიმღერის ხმა, ურის ხმა, გამოსვლების ხმა ისმის. როდესაც თქვენ საუბრობთ ამ მოვლენებზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარებულ მოვლენებზე უკრაინაში და კონკრეტულად კიევის ქუჩებში, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ამ საკითხებზე საერთოდ ისაუბროთ, ვინაიდან თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ჰქონდა ადგილი ნოემბრის მოვლენებს, 26 მაისს და ამ აქციების დაშლას. პარალელებს ავლევენ ისინი ამ აქციებსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის. თქვენ გონია უკრაინელებმა არ იციან რა ხდებოდა საქართველოში და თუ მართლა ესე არის, რატო ხდება 10,000-ობით უკრაინელი და 100,000-ობით ისე როგორც ხდება? რატომ არის ესეთი ხარდაჭერა საქართველოსადმი და კონკრეტულად ჩვენი თავრობის მიერ გატარებული რეფორმები? ამას საქართველოში ამბობენ და ვისაც არ ესმის აუხსე. მოდით, ვისაუბროთ, მოდით ახლა. მოდით, მე ძალიან მწუხარ რომ 2007-ში და სხვა პერიოდში საქართველოს ადგილი ჰქონდა ძალადობას. ძალიან მწუხარ და ძალიან განვიცდი ამას. 2007-ში და 2011-ში თუ 10-ში არავის არ გაუსროლია და ცეცხლსასროლი თუ რაღაც სხვა ფორმით არავინ არ დაღუპულა. დაიღუპა უბედური შემთხვევა იყო და პლუს რაც იყო, კარგად გახსოვთ 26 მაისს. მაგრამ ნოემბერში როცა მოხდა ეს 2007-ში, მე გადავდექი ხალხო. წელიწად ნახევარი შემომცირე ჩემი ვადა ზუსტ და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს და მაგრამ იყო ბევრი სხვა რამე ის გამოცხადდა ხუჩაში გამოდა გირგულიანის ისტორია რეფორმები მტკივნეული ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა და სწორედ ამის გამო რომ მარტო ის კი არ იყო რუსული კომპონენტი იყო სხვა კომპონენტებიც მე ვთქვი რომ მე გადავდექი აწ უკვე ხალხმა გადაწყვიტოს უნდა ვიყო კი არა კიდე პრეზიდენტი წელიწად ნახევარი ჩემი ვადა გადიოდა ერთი თვის წინ თუ თვენახევრის წინ შევიმცირე ეს ვადა შეგნებულად და წავედი ხალხისთვის ახალი მანდატის მიცემას ხო მოდი სკლეროზი თუ არა გვაქვს ესე იყო ხო მახსოვრობა ხო უნდა დავკარგოთ და რაც შეეხება მაგრამ 26 მაისს პუტინის მოწყობილი იყო ეროვნულ დღესასწაულის ჩაშალეს პუტინის ფულით პუტინის ინსტრუქციით ისე როგორც რაც შეეხება 2007-ს 3 თვით ადრე და მე ეს ისტორია ესე დეტალურად შეიძლება ადრე არ მომიყოლია ერთ-ერთმა დსთ-ს ლიდერმა მითხრა როგორ უთხრა მას პუტინმა რომ პატარკაჩვილი იქნებოდა არევდა საქართველოს სიტუაციას ერთ-ერთი დსთ-ს დედაქალაქში შედგა შეხვედრა პატარკაჩვილსა და ორ FSB-ს გენერალს შორის რამდენჯერმე და შემდეგ უკვე ფედერალურ გამოძიების ბიურომ გამოგვიგზავნა ნოემბრამდე ერთი თვით ადრე ოფიციალური შეტყობიდან მაშინ შესაძლოა შეიძლება ნახოს არქივში თუ აქვთ რომ რამდენიმე FSB-ს გენერალი და მათ შორის კანონიერი ქურდები უსოიანი და კიდე 1-2 ჩამოსულიყო ერევანში რათა დახმარებოდნენ ამ ადამიანს საქართველოში არეულობის მოწყობაში. ასე რომ მარტივად არ იყო ხალხი ბევრი გამოვიდა ქუჩაში სამართლიანად. მაგრამ იყო სხვა კომპონენტები და ის ვინც უკრაინაში დაავალა არევა იანუკოვიჩი ზუსტად იგივე ხალხი გვეწყობდა საქართველოში არეულობას. ვინც უკრაინაში გაასროლია ზუსტად იგივე მოაწყო პროვოკაციები საქართველოში. სხვა საკითხია სწორად ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდა თუ არა ჩვენი მთავრობა. უნდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყო თუ უფრო მკვეთრი პირიქით. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ჩვენ ვიცავდით საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვიცავდით პუტინის თავზე ხელაღებული შემოტევებისგან. და ეს ხალხი იცავს თავისუფლებას პუტინისგან, ასე რომ რა თქმა უნდა უკრაინელებმა იციან რომ ჩვენ ერთ მხარესა ვართ ბარიკადებს და იმედია რომ ქართველებსაც ეს აღრევა არ მოუვათ. შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ გავაკეთოთ ჩვენ მტრის საქმეს, იმიტომ რომ დღეს აქ წყდება საქართველოს ბედი. და საქართველოს ბედი დარწმუნებული წავაკარგა. მოხდება დიდი შემოbrunება მაშინ და უკრაინაზე ლაპარაკი. თუმცა წინარე თული კვირები და თვეებში. ბატონო მიხეილ, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ხაზინა უკრაინის ფაქტობრივად ცარიელია და დეფოლტის წინაშე დგას უკრაინა. რა უნდა მოქმედოს შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, რომ უკრაინა უკან არ წავიდეს და შეინარჩუნოს ეს შედეგი, რაც მიაღწია. რასაც მან მიაღწია. 2004 წლის იანვარში, როცა პირველად ამირჩიეს პრეზიდენტად, საქართველოს იყო ბევრად უარეს ფორმაში, ვიდრე უკრაინა. არა მხოლოდ არ ქონდა ფული, არა და ხელფასებს ვერ ვიხდი, ამაზე ნაკლები ფული ქონდა ბევრად, არამედ არ ქონდა დენი და იყო სრული კატასტროფა ბანდიტის თვალსაზრისით. ამ ხე უკრაინა უკეთეს ფორმაში შევიდა ჩვენ ვიყავით 2004 წლის იანვარში. ამათ ბევრად უფრო ჩქარა მიცემენ, ჩვენ ფული პრაქტიკულად არავინ არ მოგცა, რაღაც კაპიკებს ვერ გავითვალეს, ამათ მიცემენ ახლა ბევრ ფულს, მაგრამ ბევრ ფულში არ არის საქმე. აქ არის ახლა თავარი სწრაფად დაიწყო რეფორმები. ამისკენ მოუწოდეთ მე მათ მუდმივად. სწრაფად დაწყებული რეფორმები ამათ უცებ მოუტას წესრიგს, პროგრესს და რაც თავარია შეაჩერებს სეპარატიზმს. იმიტომ რომ როგორც ყიმერელები დაინახავენ, ახლა ყიმერელებს რა ჩვენ ქონდათ აქამდე კორუმპირებულ
იანუკოვიჩის მთავრობას შორის და ოლიგარქიულს და კორუმპირებულ ოლიგარქიულ რუსეთს შორის. ეგივე არჩევანი ქონდა შევარდნაძის ბევრ ქართველს, ხო? კატასტროფას შორის და რუსულ კატასტროფას და ქართულ კატასტროფას შორის. მაგრამ როგორც უკრაინა დაიწყებს წინსვლას, ყირიმელებიც წაყვებიან უკრაინის სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, არც ერთ ყირიმელს არ უნდა, არც ერთ ყირიმელი არ ამჯობინებს ძირგამომპალ რუსეთს პუტინის, რომელიც რეალურად მართლა ეხა ძალიან მძიმე დღე დაუდგა უკრაინის მოვლენებთან ერთად, არ ამჯობინებს ევროპაში ყოფნას. მე დარწმუნებული ვარ, ევროპელებიც გაუმხიზდებიან. დარწმუნებული ვარ, აქ წამოვა ახლა სერიოზული თანხები, მაგრამ თავარი ამათ თვითონ ახლა დროზე რაღაცნაირად შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ წინმოძრაობა და მე მართლა მიმაჩნია, რომ ეს ხალხი ყველაფერს შეძლებს, ძალიან მაგარი ხალხია, გაბედული ხალხია, მე ესეთი გაბედულება მარტო წიგნებში წამიკითხავს, რაც ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, მაგრამ ესენ დიდი ერია და ამ დიდმა ერმას მოახდინა სასწაული. ამიტომ ჩვენ მათ უნდა მათ წინაშე მოვიხაროთ ქედი და მათი გამარჯვება იქნება ჩვენი გამარჯვება. მათი თავისუფლება. ჩვენ როგორც ჩვენ გასწავლობდნენ 100 წლები და იმეორება, რომ თქვენ გასწავლობთ, 10 ჩვენს ბევრი რაღაცა უნდა გადავიღოთ მათგან და ერთად წავიდეთ თავისუფლებას. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, ჩემს ბოლო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოკლედ მიპასუხოთ, ხომ არ აპირებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც თქვენ ახლა ცხოვრობთ, უკრაინაში გადმოსვლას საცხოვრებლად? ამ ეტაპზე. კიდევ ერთხელ მეორე. მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, რომ ამერიკაში წავსულიყავ ბევრი მიზეზის გამო საქართველოსგან ამ დროებით. ბევრი მიზეზია და თავის დროზე ამაზე ღიად ვილაპარაკებ. გავაკეთე ეს არაპირადი მოტივებით. თუმცა რა თქმა უნდა, მინდა აქტიური საქმე და მე ვერ დავждებოდა პენსიონერებს ვერ დავიჭერდა, ვენახის გასხვრით ვერ დავიკავებდი თავს. და მივიღე გადაწყვეტილება, ბევრი ჩემი მეგობარი ახლობელი, რომელიც ძალიან მენატრება, ჩემი ქვეყანა, რომელიც ძალიან მენატრება ყველა მართლა უჯრედით, დროებით დამეტოვებია. მაგრამ ეს იმისთვის არ გავაკეთე, რომ სხვა ქვეყანას მიუძღვროთ ჩემი ცხოვრება. მე ძალიან მიყვარს უკრაინა. მიყვარს უკრაინა და მათი კულტურა ჩემთვის ძალიან მახლობელია. უკრაინულად მე დღეს უკვე რუსულზე უკეთესად ლაპარაკობ, იმიტომ რუსული ცოტა დამავიწყდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მე ვარ ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებით წარსული ქართველი პოლიტიკოსებისგან, ჩემი ცხოვრება და კარიერა გავაკეთე საქართველოში. არა ისე, რომ მე ვიყავი ვიღაცის მინისტრი, მე ვიყავი თუნდაც ვიღაცის წამყვანი თანამდებობის პირი. საქართველოში გავაკეთე. პირველად ჩვენ შევქმნით დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკა და დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკა ქმნის სოფლიო ცნობადობის ლიდერებს. მათ შორის მეც მაგ ამაში წვლილი, ხო? ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა ეს გავცვალოთ, თუნდაც ჩვენზე 10 დიდი ქვეყნის, 10 ჯერ დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფიგურობაზე. ეს ქვეყანა ჩემს მახლობელია, მნიშვნელოვანია, მას უსურვებ წარმატებას, მაგრამ ჩვენი ფუნქციაა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის უკვე გავაკეთეთ ბევრი რაღაცა, იმით რომ ყოველდღე დღეს ყოველი ნორმალური კიეველი ქუჩაში გეტყვით, რომ ჩვენ სწავლობთ საქართველოსთან. მოდით ახლა საქართველოს მივხედოთ ყველამ ერთად და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ყველა ერთხელ შევძლებთ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ. სიზნელები არის დროებითი. საქართველოს აუცილებლად წავაწინ და აუცილებლად გადალახავს ყველაფერს და ჩვენ ბევრად უფრო მაგრად მდგომარეობაში აღმოჩნდებით უახლოეს წლებში და უახლოეს მომავალში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვერდებოდა კიევიდან პირდაპირ ეთერში წარმატებას გისურვებ. ბატონო თენგო, თქვენთან გადმოვალ ახლა შეკითხვით, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეფასება გააკეთოთ ბატონ მიხეილის საუბარზეც და იმ კომენტარზეც, რომელიც მან გააკეთა, მაგრამ თქვენ თქვენი შეფასება მაინტერესებს, უკრაინა რამდენად შეძლებს, მოდით ასე ვთქვათ, მშრალი გამოძრეს ამ სიტუაციიდან მთლიანი უკრაინა. იცით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროზე დადგება ფეხზე სახელმწიფო ინსტიტუტები. ხა მინდა ერთი განცხადება გავიხსენო, რომელიც გუშინ წინ გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმა. იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის დღევანდელ ფაქტობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმაციის საკითხები და ლეგიტიმაციის პრობლემები. ამიტომ ყველაზე მთავარი არის იმ არჩევნების ღირსეულად ჩატარება, რომელიც დაგეგმილია 25 მაისს. ეს არის ყველაზე მთავარი. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სწორი კანდიდატის შერჩევას, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდა ოპოზიციის გაყოფა კანდიდატთან მიმართებაში, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა და ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მოვლენები და პროცესების სხვა მიმართულებით განვითარდეს. მეორე შეიძლება იყოს ეს. მე მინდა გითხრათ, უბრალოდ თუ გადავხედავთ უკრაინის ისტორიას ბოლო წლებს, ხო? ჩვენ ვნახავთ, რომ ფაქტიურად ის, რომ ერთ პარტიას ემართა სახელმწიფო, ასეთი რაღაცა თითქმის არ ყოფილა, ხო? ამიტომ იქ არის ძალიან მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი. ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება. სხვათა შორის გავრცელდა კიდევ სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული წერილი
მაიდანიდან, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, ვინც ადრე იყვნენ კორუფციულ გარიგებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათ არ აქვთ უფლება, რომ დააყენონ საკუთარი კანდიდატურები ტიმოშენკოს მიმართ იყო, არც პრეზიდენტად და არც პრემიერ-მინისტრად. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გუნდი, რომელიც აიღებს საკუთარ თავზე პასუხისგებლობას და პასუხისგებლობა არის ძალიან მძიმე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რაზეც ბატონი ირაკლი საუბრობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ეხლა არის სწორედ ეკონომიკური საკითხი, იმიტომ რომ რეალურად უკრაინა არის დეფოლტის წინაშე. და ის ვალდებულებები სამწუხაროდ, რომელიც აიღო ვიქტორ იანუკოვიჩმა 2013 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის წინაშე, ძალიან მძიმე ტვირთად აწევს უკვე უკრაინას, იმიტომ რომ იმ კრედიტის ძალიან დიდი ნაწილი დასაბრუნებელია და გაზის ფაზედაც პუტინმა ჯერ კიდე იანუკოვიჩი სანამ იყო პრეზიდენტი, მაშინ განაცხადა, რომ ეს ფასი აუცილებლად გადაიხედება. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ ეს არ არის ერთადერთი ვალდებულება, იმიტომ რომ ეს კრედიტი თავის დროზე აღებული იქნა იმის გამო, რომ გადაეფარა სხვა ვალები, ხო? ანუ პირველი ეს არის ეკონომიკური სიტუაცია. ხა რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებს და საფრთხეებს ჩვენ უკვე ვისაუბრებთ და ამაზე აღარ გავაგრძელებ. სახელმწიფო ინსტიტუტების მზგრადობა და ყველაზე მთავარი ის რაც ხდებოდა უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ევროინტეგრაციის საკითხით და ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმით, მე მართლა შემიძლია გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ იქ იყო არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც ასოცირებისთვის იბრძოდა, არამედ იყო ის ხალხი, რომელსაც უბრალოდ ყელში ამოუვიდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, როგორიც ააშენა იანუკოვიჩმა. ამიტომ დავამთავრებ ერთი ფრაზა, ამიტომ გასათვალისწინებელია ის, რომ უნდა აშენდეს თვისობრივად ახალი დიდი მადლობა. ყირიმიდან ჩაგვერთვება ახლა თენგო გუკუტიშვილი სიმფეროპოლიდან კონკრეტულად და შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველთან გადავალ მე უკვე შეკითხვით. თენგო, მოგესალმები საღამო მშვიდობისა. ჩვენ ვნახეთ დღის განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ყირიმში მოვლენები სიმფეროპოლში და მათ შორის სევასტოპოლში, რომელშიც შენ აგრეთვე იმყოფებოდი დღეს ორივე ქალაქში დადიოდი შენ რიგრიგობით, ვიცი მე რა ხდება ამ მომენტში, როგორია მდგომარეობა სამხრეთ უკრაინაში. სამხრეთ უკრაინაში განსხვავებული ვითარება, ძალიან განსხვავებული ვითარებაა კიევისგან და დასავლეთ უკრაინიდან. აქ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, მუშაობდნენ იმაზე, რომ არ დაეშვათ მაიდანი, რაკი მაიდანმა გაიმარჯვა ცენტრალურ ხელისუფლებაში, ახლა მუშაობენ იმაზე, რომ და იბრძვიან იმისთვის, რომ მაიდანმა არ იძიოს მათზე შური. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადგილობრივების ძალიან დიდ ნაწილს აქვს შიში შეგრძნება. მაგალითად, ახლა ღამით რომ გაიაროთ სიმფეროპოლის და სევასტოპოლის ქუჩებში, ხალხი არის ძალიან ცოტა. ადგილობრივების შეფასებით ძალიან ცოტა ადამიანი დადის ღამით ქუჩაში, იმიტომ რომ უბრალოდ ეშინიათ უამრავი ჭორი დადის, მაგალითად ის რომ 5 ეშელონი ეგრეთ წოდებული მემარჯვენე ფრონტის მებრძოლების, რომელთაც ისე ვთქვათ, გადამწყვეტი სიტყვა თქვეს კიევსა და დასავლეთ უკრაინაში, მემარჯვენე ფრონტის წევრების 5 ეშელონი მოდის თითქოს ყირიმისკენ. შენამობრ რომ ეს ჭორია. 5 ვაგონს, მაგრამ ფაქტია რომ მუდმივად რამდენადაც ჩვენ ვიცით არ არის სწორი, იმიტომ რომ უამრავი ჭორი ვრცელდება, უამრავი სხვა ჭორი ვრცელდება ახლა ყირიმში და ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი ზაბავ სიტუაციას. ჭორი კი ვრცელდება, იმიტომ რომ ინფორმაციის ერთი წყარო არის პრაქტიკულად რუსულენოვანი მოსახლეობა, რუსულენოვანები შეადგენენ მოსახლეობის 90%, ეთნიკური რუსები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 70% და ბუნებრივია რომ აქ უკრაინულ ენას დაახლოებით ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც ინგლისურ ენას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენა აქ ყველა ლაპარაკობს რუსულად. და ინფორმაციის მიღების საშუალებაც აქვს მხოლოდ რუსული ტელეარხებიდან, რუსული ტელეარხები კი რას იუწყებიან უკრაინული მოვლენების შესახებ, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. ყირიმელი თათრები რას ამბობენ ამ პროცესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ პარალელურად ვნახეთ, რომ საპროტესტო აქცია მათაც გამართეს და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. შენ როგორ ამჩნევ, ვინაიდან უშუალოდ აკვირდები ამ პროცესებს, არის თუ არა სამხრეთ უკრაინაში, კონკრეტულად ყირიმში სეპარატიზმის რეალური საფრთხე? თუკი სეპარატიზმზეა საუბარი, ყირიმელი თათრებისგან სეპარატიზმი არ მოდის. ყირიმელი თათრები არიან ყველაზე შეკრული პროუკრაინული ჯგუფი, შეიძლება ითქვას, რომელიც ახლა ფუნქციონირებს და რომელიც ახლა აქტიურია ყირიმში. ყირიმელი თათრების რაოდენობა იმდენ დიდი არ არის, პროცენტულად ისინი დაახლოებით 7% შეადგენენ ყირიმის მოსახლეობას, მაგრამ არიან ძალიან კარგად ორგანიზებულები, ყავთ საკუთარი მეჯლისი, რომლის ხელმძღვანელმაც
რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, მათ მიტინგი ჩაატარეს 7-8000-იანი მიტინგი ჩაატარეს სიმფეროპოლის ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც ლენის მოედანი ქვია, უზარმაზარი ლენის ძეგლი დგას, ჩაატარეს მიტინგი და მოითხოვეს ამ ძეგლის აღება, ასევე ყირიმელი თათრების უფრო აქტიური ჩართვა რეგიონის მართვაში. რეგიონის მართვაში აქტიური ჩართვა მდგომარეობს იმაში, რომ მათ მოითხოვეს ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, უშიშროების ხელმძღვანელთან და შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად თურქმესთა უკაცრავად ყირიმელ თურქთა თათართა მეჯლისის ხელმძღვანელის ყოველდღიური თათბირების ჩატარება. ეს ყველაფერი იმ დონემდე მივიდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ დაურეკა მეჯლისის ხელმძღვანელს და ძალიან უხეშად ელაპარაკა. ეს ყველაფერი მეჯლისის ხელმძღვანელმა თავად გაანცხადა პრესკონფერენციაზე და დღეს მათ შენობას, მათ ცენტრალურ ოფისს, ასე ვთქვათ, აქ სიმფეროპოლში თავს დაესხნენ საღებავები ესროლეს. ინციდენტი ძალიან სერიოზული არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო გამოვლენა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ადგილობრივ ყოველ შემთხვევაში თენგო რომ შევაჯამოთ ამ მომენტისთვის სიმფეროპოლში, სადაც შენ იმყოფები სიმშვიდეა, შენ ისიც კითხვი, რომ პირიქით ბევრად უფრო ნაკლები ხალხიც კი აქვს ქუჩებში, ვიდრე ზოგადად, მაგრამ იგეგმება თუ არა ხვალ მაგალითად. ქუჩებში ღამით არის, მე დავაზუსტებ. და ღამით, რა თქმა უნდა, თორემ დღისით რაც ხდებოდა, ჩვენ ნახეთ, ეს მინდა კითხო, ხვალისთვის თუ იგეგმება პროტესტები, დიახ, მაგრამ არა დღისით, ხვალისთვის თუ იგეგმება საპროტესტო გამოსვლები. ცოტა ხალხი დადის ღამით. დღისით აქ ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან ბევრი პოლიტიკურად აქტიური და პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თქვათ, ეთნიკური რუსები არიან ჩართულები ამ პოლიტიკურ მოძრაობაში, ანტიმაიდანის მოძრაობაში, რომელიც ახლაც აქტუალურია, ისინი იკრიბებიან ქალაქების სხვადასხვა წერტილებში, წვავენ უკრაინულ დროშებს, ესეც ძალიან გავრცელებული ტენდენცია აქვს და იკრიბებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სთხოვენ მას გადამჭრელი ღონისძიებების მიღებას იმისთვის, რომ არ დაუშვან უკრაინაში, რევანში მაიდანი ფაშისტების დაბრუნება, როგორც თავად უწოდებენ, ბანდერლოგების შემოსვლა, ასე უწოდებენ დასავლეთ უკრაინელებს. დიდი მადლობა. ბანდერას მომხრედ და ბანდერლოგებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა ყირიმისა, რომელსაც დიდი მადლობა. დიდი მადლობა თენგო გოგუტიშვილი გვერდებოდა სიმფეროპოლიდან. ბატონო, თქვენთან გამოვდივარ შეკითხვით, როგორც დაგპირდით, თქვენ რამდენად ხედავთ სეპარატიზმის საფრთხეს, რეალურად რამდენად შორს წავა თქვენი აზრით რუსეთი და რა პარალელს ხედავთ თქვენ საქართველოსთან? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პოსტრევოლუციურ სიტუაციაში დამყარდეს ეს პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც უკრაინას ჭირდება, მართლა ძალიან რთული ვითარება, მაგრამ აქ კონკრეტულად ისმის კითხვები, რომ რეალურად ძალიან ბევრი კითხვა ისმის, ანუ ვინ მართავს პროცესებს, ქუჩის ადგილი, პოლიტიკოსების ადგილი, რა პოზიციას დაიჭერს ევროპა, ამერიკა, რუსეთი, ოლიგარქები, ძალიან ბევრი ფაქტორები, რომელიც ამ სიტუაციას ძალიან რთულს ხდის. თავისთავად რომ რუსეთს აქვს ძალიან ბევრი ზეგავლენის ბერკეტები, იქნება ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა ცალსახაა, ის რომ ევროპას არ აქვს ეს გავლენის ბერკეტები, აქამდე ყოველ შემთხვევაში ესეც ცალსახაა, მაგრამ ძალიან სერიოზულად ეკიდება ევროპას, ჩვენ როცა ვეკავით ვილნიუსში, ძალიან მძიმედ განიცადა ევროპამ, ჩვენ მქონდა ძალიან რთული საუბრები ევროპელ ლიდერებთან, რომ მათ ჩათვალეს, რომ ფაქტობრივად უკრაინას არ მიეცა საშუალება, რომ წასულიყო ევროპული გზით და მათი განწყობა იყო ძალიან სერიოზული, იქნებოდა ეს კაბოტონი მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ოლანდი თუ სხვები და სხვები. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს ეს მათი, ესე ვთქვათ, განწყობა, ამერიკის შეერთებული შტატებისაც მზაობა, რომ გვერდზე დაუდგნენ ფინანსურად, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად, რომ უკრაინაში ეს პროცესები არ გავიდეს, ვთქვათ, იმ ზღვარს არ გაცდეს, რომელიც რეალურად მართლა აი ამ საფრთხის წინაშე დააყენებს უკრაინას, როდესაც რუსეთი ვერ შეძლო რა ყოფილიყო შუამავალი ამ პროცესებში, ესე ვთქვათ, უხეში ძალით ჩაერევა უკრაინის შიდა საქმეებში, რომელიც თავისთავად ყირიმთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ფაქტია ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა საკმაოდ დიდი არის ყირიმში, ფაქტია ის, რომ განწყობა იმ მოსახლეობის რუსულენოვანის ყირიმში არის ცალსახა პრორუსული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას, ესე ვთქვათ, ის დაბიჯები გადადგმული, რომელიც ამ ხალხს ფაქტიურად ძალიან რთულ ვითარებაში ჩააყენებს, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. ამიტომ ძალიან თხილი, ძალიან პრაგმატული, ძალიან, ესე ვთქვათ, გაზომილი ნაბიჯებია ამ თვალსაზრისით საჭირო იმისთვის, რომ
არ მოხდეს უკრაინის როგორც ერთიანი სახელმწიფოს კითხვის ქვეშ დააყენება და არ იგრძნოს საფრთხეს იქნება ეს აღმოსავლეთ უკრაინაში თუ განსაკუთრებით ყირიმში უკრაინის მოქალაქეებმა რომ მათაც აქვთ ადგილი ამ ახალ უკრაინაში და ამ თვალსაზრისით რუსეთი რა თქმა უნდა შეეცდება რომ ეს ბზარი შეიტანოს საზოგადოებაში. კიდევაც ამას ჩვენ ვხედავთ. არც მალავს. დიახ, გიორგი, მე როგორც აღნიშნე, თქვენ რამდენიმე საათის წინ ჩამოხვედით უკრაინიდან, კიევიდან, თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, აი ამ ფაქიზი ნაბიჯების გადადგმას, რომელზეც ბატონი ვანო საუბრობდა იმისათვის, რომ არ მოხდეს ყირიმის მოწყვეტა მთლიანი უკრაინისგან. მე რჩება შტაბ-ეშტილება, რომ უკრაინაში პოლიტიკურ ლიდერებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას. უკრაინას რეალურად მიეცა მეორე შანსი, პირველი იყო, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ნარინჯისფერი რევოლუცია და ვიქტორ იუშენკო მოვიდა ხელისუფლებაში. თქვენ იცით, რომ იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უკრაინაში გატარდებოდა ეფექტური რეფორმები, ეს არ მოხდა სამწუხაროდ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინას კიდევ უფრო დიდი შანსი აქვს, ვინაიდან დასავლეთი ჩემი აზრით აუდგება გვერდით გაცლებთ უფრო ეფექტურად ვიდრე ადრე, ასევე დაეხმარება ფინანსურად. აქ დგას კიდე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. მე მინდა ძალიან კარგად ესმოდოს ყველას, რომ რუსეთმა ძალიან დიდი რესურსი დახარჯა ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. იგი პარაფირებული იყო საკმაოდ ადრე, თუმცა ხელმოწერაზე როდესაც მივიდა საქმე, ამას წინ უძღოდა მთელი კამპანია. როდესაც თქვათ, ვინმე თუ იყო კიევში ჩასული თუნდაც 5 თვის წინ, ან თუნდაც 3 დღის წინ, დაინახავთ, რომ მთელი ბილბორდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კომპანიების რეკლამისთვის, აჭრელებული იყო იმით, რომ გაფრთხილებთ, ევროკავშირი ეს არის უმუშევრობა, დახურული ფაბრიკები, ეს არის. ესაც არსებობს ეს ბილბორდები დარჩენილი. მე გადაღებული მქონდა ტელეფონში, მე მგონი წავშალ შემიძლია მოვძებნო და გადაცემის ბოლოს გაჩვენო. თუმცა ყველა მიცოდა ვინ იდგა უკან, ამ ბილბორდების უკან, ეს იყო პირდაპირ რუსეთიდან დაფინანსებული ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას ახორციელებდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყირიმში რა თქმა უნდა ვითარება რთულია, მე მახსოვს, როდესაც ჩარჩანიკ ჩავედი, სასტუმროში ვკითხეს უკრაინიდან ჩამოხვედიო და მე ძალიან გამიკვირდა ეს შეკითხვა, როდესაც მივიღე. თუმცა ეს მაინც ზოგადად არ ასახავს საერთო განწყობას. კი ბატონო, უმრავლესობა მაინც საკმაოდ პრორუსულია, უკრაინულად იქ ფაქტიურად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკრაინელებს ყველას ეს იქნება ყირიმში თუ რომელიმე სხვა რეგიონში ძალიან უნდათ კარგად ცხოვრება. იმაზე კარგად, ვიდრე ისინი ვთქვათ დღეს არიან. ყველა არის ძალიან ფრუსტრირებული იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ჩაიხრჩო კორუფციაში რეალურად. არანაირი რეფორმა არ გატარებულა. მე ბოლო რამდენიმე წელი ექსპერტის რანგში მიწევს ამ ქვეყანაში სიარული და მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრესი, რაც ბოლოს განიცადეს, იყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კანონი პროკურატურის შესახებ. მაგალითად, ცოცხალი თავით არ მიიღეს, იმიტომ რომ პროკურატურა ვერ შეელია საბჭოთა ტიპის უფლებების დაკარგვას. თქვენ გახსოვთ, რომ იყო ყველა აი სწორედ ის, რაც აჩვენეს ტელევიზორში, ის ქონება და ის რაღაც 1000 გაურკვეველი ნივთი, საკუთარი პორტრეტები, ზოგი ცეზარის, ასე ვთქვათ, განსახიერება, ნაპოლეონის და ასე შემდეგ. ეს რაღაცაზე მიუთითებს და ის რომ 40-მდე ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს რამდენიმე დღეში. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რეალურად ეს მიუთითებს იმაზე, რომ საბჭოთა მენტალობა იმდენად არის გამჯდარი და რეალურად ეს ბოლო წლები, რომელიც საქართველოს გამოიყენა, რომ ვთქვათ, მთელი რიგი მიმართულებები ძალიან დიდი გარღვევა მოეხდინა, ეს აბსოლუტური სიმართლე, სადაც არ მეხვალ გეკითხებიან, როგორ შეძელით თქვენ ეს, თუნდაც ის, რომ ქუჩაში პოლიციელი არ გართმევს ქრთამს, ან კიდევ ვთქვათ, პასპორტს იღებ ურიგოთ. მე მახსოვს ჩემი მეგობარი, რომელიც ჩავიდა ეგ სამუშაოდ დიპლომატის სტატუსით, ოღონდ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მოუწია დაექირავებინა ვიღაც იურისტი ადგილობრივი, ვინაიდან ვერ მიაღწია იმას, რომ აეღო ეგრეთ წოდებული უფლება იქ მუდმივად ეცხოვრა, ანუ ოვირში, რომელიც გახსოვთ თქვენ, ალბათ. ეს ყველაფერი ადგილზეა და ამ ხალხს ეს აღარ უნდა, მათ შორის ყირიმშიც. მე მახსოვს ერთ-ერთ ტაქსის მძღოლს გავესაუბრე და მითხრა, რომ მე არ ვიცი ეს ევროკავშირი რა არისო. უბრალოდ მეშინია, ალბათ გაცილებთ კარგია ვიდრე რუსეთიო, მაგრამ შიში მაქვს, რომ აი აქ რაღაც მუშაობს საწარმო და დაიკეტებაო. ჩვენო ვთქვათ, ვეღარ გავყიდითო, იქ ფაშოს ღვინოსაც აწარმოებენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმა, მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლება აუცილებლად უნდა ჩართოს, თქვათ, იგივე ყირიმში არსებული პოლიტიკური ძალები ქვეყნის მართვის პროცესში, მათ არ უნდა იგრძნონ, რომ არიან განყენებულები. და ნახოს მოსახლეობას, რომ ეს არის ცვლილება, მაგრამ სასიკეთო ცვლილება და ამ ცვლილებას არ უნდა იშინდეს იმისთვის, რომ მოხდეს ინტეგრაცია. იმიტომ რომ ეს ბოლო წლებში შეგნებულად არ კეთდებოდა, დარწმუნებული ვარ და მთელი რიგი ეს წლები დაიკარგა სამწუხაროდ, მაგრამ უკრაინას აქვს გაცილებით დიდი პოტენციალი ვიდრე საქართველოს, მთელი რიგი მიზეზების გამო. ბევრი ხალხი ყავს, რომელსაც აქვს უნარი უკრაინის განვითარებას
ვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს. აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ მათი რესურსები მაინც ჩვენზე დიდია. გარდა იმისა, რომ თქვა მრეწველობა, მათი ეკონომიკა 80% ალბათ მოძველებულია, მაგრამ მის განახლება შეიძლება. რა თქმა უნდა. თუმცა ამას ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეკონომიკური პრობლემა ახლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. დაასაქმეს ცოლები, მაგალითად კომპანია, რომელიც ცენტრალიზებულია და გზებს არ ემონტებს, მეუბნებოდნენ, რომ ხელმძღვანელის ცოლს აქვს საგზაო კომპანია, თუმცა გზები მაინც არ არის. ანუ ეს პრობლემები ყველა ადგილზე. ამას დაემატა ისიც კიდევ ერთი პარალელი, როგორც საქართველოსთან მიმართებაში როსპოტრებნადზორმა მაშინვე თავის ტრადიციული ნაბიჯი გადადგა და უკვე დაიწყო აკრძალვა გარკვეული პროდუქტების, რომელიც ტიპიური მეთოდოლოგია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული რაც არის, რომ ამ პროცესმა შეიწირა 90-მდე ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, 500-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ძალიან სერიოზულად იყო შემთხვევები, როდესაც პოლიცია არ უშვებდა ექიმებს, როდესაც დაჭრილი ხალხი შეყრილი იყო რაღაც მანქანებში და სისხლისგან იცლებოდნენ. და უკრაინამ გადაიხადა ძალიან დიდი ფასი ამ ყველაფრის და ის ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, არ დაუშვებენ იმას, რომ ეს შანსი მეორეჯერ ვერ გამოიყენოს უკრაინამ. ეს არის მთავარი. დიდი მადლობა. ნინო, გიორგის საუბრიდან ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ საბჭოთა კავშირი უკრაინაში აი ახლა ინგრევა, მიუხედავად ამდენი წლის გასვლისა. თქვენს ასე ფიქრობთ? საბჭოთა კავშირი კი არ ინგრევა, მაგრამ ნამდვილად ეს კრემლის პოლიტიკა და მითი, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ფორმით რეანიმირებას ექვემდებარება, ნამდვილად ახლა ინგრევა და დაინგრა კიდეც ეს მითი ის რომ ეს ქვეყნები რამე ფორმით ძველებურ კავშირში მოქცევადია, ნამდვილად დანგრეულია, დადასტურებულია, რომ მენტალობა შეცვლილია ძირეულად და უკრაინაში სწორედ ეს შემთხვევა იყო, რომ მოქმედი ხელისუფლება აცდენილი იყო იმ მენტალობას, რომელიც რეალურად მიუხედავად ნარინჯისფერი რევოლუციისა, ხო, რომელიც გაიარა უკრაინამ, მაგრამ მაინც მივედით ამეტად. თქვენ ხედავთ საფრთხეს, რომ შეიძლება ამ ახალ მთავრობასაც, რომელიც ჯერ არც არის ფორმირებული, იგივე დაემართოს. მიუხედავად ნარინჯისფერი რევოლუციისა, სწორედ იმიტომ, რომ მაშინ მოლოდინები არ გამართლდა და სწორედ ის ძალიან ძირეული კორუფციული სისტემა ვერ დამარცხდა სამწუხაროდ, ისევე როგორც არ გატარდა არც ეკონომიკური, არც სოციალური რეფორმები, რომელსაც შეიძლებოდა სწორ გზაზე დაეყენებინა უკრაინა და რომლის მოლოდინიც ჰქონდა უკრაინელ ხალხს და მოსახლეობას, როდესაც ეს რევოლუცია მოახდინა. ეს იუშენკოს უუნარობის შედეგი იყო. მათ შორის და ხო, ალბათ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ვითარება შეიქმნა. დღესდღეობით ჩემი გადმოსახედიდან სამი ძირეული პრობლემა არსებობს, სამი ძირითადი საფრთხე არსებობს, რომელმაც შეიძლება ეს პოზიტიური რევოლუციური ტალღა, ასე ვთქვათ, მისი წარმატება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ დააყენოს. პირველი ეს არის გაყოფის საფრთხე, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მეორე ეს არის ფინანსური კოლაფსი, რომლის წინაშეც უკრაინა დგას და ასევე გარკვეულ როლს თამაშობს თუ რა კონფიგურაციის მთავრობა ჩამოყალიბდება, რა როლი ექნება აქ რადიკალურ ნაციონალისტებს, რომელმაც თეორიულად შეიძლება დასავლეთის დამოკიდებულება მათ მიმართ გაუწყოს. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე, ეს საკითხი ნამდვილად მოგვარებადია. ჩვენ გვახსოვს მაგალითად, როდესაც დასავლეთისგან პოლიტიკური ნება არსებობს 2008-ში ფაქტიურად საათებში მოხერხდა დონორთა კონფერენციის ორგანიზება და დიდი რესურსის შემოტანა ქვეყანაში, როდესაც ამის პოლიტიკური ნება არსებობს და სწორედ გამოსავალიც ამაშია ჩემი გადმოსახედიდან, თუ დასავლეთი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში, რისი ყველა ნიშანიც არსებობს დღეისდღეობით, მაშინ გამოსავალიც სწრაფად დადგება და ამ საფრთხეების მინიმიზება შესაძლებელი იქნება. თავარი რასაკვირველია, აქ არის რამდენად მართლაც უკრაინის უკვე ლეგიტიმურად ფორმირებული მთავრობა არჩევნების შედეგად მოახერხებს ძალიან მოკლე დროში ეფექტური და სწრაფი რეფორმების განხორციელებას. სწორედ იმაზე მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსური დახმარების მიღებაზე, უნდა ითქვას, რომ როგორც ევროკავშირი, ისე IMF-ი ძალიან ფრთხილი იქნება თანხების გაცემაში, როდესაც იქ კვლავ შეიძლება, ასე ვთქვათ, კორუფციული სისტემა დახვდეს და არაკრედიბილური პარტნიორი ეყოლება სასაუბროთ, რომელსაც შეიძლება. დიდი მადლობა. უკრაინის მთავრობის ფორმირება სულ მალე უნდა მოხდეს და შემდეგ ჩვენ უკვე სულ რამდენიმე თვეში გველოდება საპრეზიდენტო რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და აქაც ვნახავთ რა შედეგი გვექნება და რამდენად ეფექტური იქნება ახალი ხელისუფლება უკრაინის. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდ მადლობას გიხდით. კი ბატონო, ბოლო რეპლიკა. ძალიან მოკლედ ვთქვი, უბრალოდ პარალელი მინდა გავალო, როცა არის საუბარი საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით,
ამისი მქონდა მეგობრებთან და შეგნით დისკუსია და რეალურად ის რაც ჩვენ 9 აპრილს გავიარეთ, უკრაინამ გარკვეულწილად გაიარა სწორედ ამ დღეებში, თუმცა დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა, ვიდრე იყო სწორედ მის თამდევ პერიოდში 90-იან წლებში და ის ლენინის ძეგლების ნგრევა და ის საბჭოთა წარსულისგან განთავისუფლება მართლაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ამასთან ერთად ხდება ძალიან სწრაფი ინტეგრაცია ევროპასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი ჟურნალისტის ჩართვამაც ძალიან კარგად აჩვენა, რომ ხელოვნურად უფრო ხდება ყირიმში პროცესების დაძაბვა, ვიდრე რეალურად არის. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ძალიან სწრაფად რომ ჩაუნთავოთ. უარი შურისძიებაზე, უარი დაპირისპირებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოდერნიზაცია ეკონომიკის, რაც შეიძლება სწრაფად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ძალიან სწრაფი რეფორმები სახელმწიფო სექტორში, ეს არის მარტივი ბიუროკრატია და სამართლებრივი ბაზის სრული განახლება. იმიტომ რომ იქ მართლაც საბჭოთა სამართლებრივი ბაზაა დღეს. საბოლოო ჯამში ეს ნამდვილად მისცემს უკრაინას შედეგს, რომ ისინი გახდნენ უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროპაში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ კარგად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ჩვენც მათთან ერთად შეგვიძლია ევროპაში შევიდეთ. ხომ არ ფიქრობთ, მე პრეზიდენტს ვეკითხებოდი ყოფილ პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ ხომ არ შესთავაზეს მას კონსულტანტად მუშაობა, ფიქრობთ, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ჩვენთან არის ეს შემოთავაზებები, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონის რეფორმასთან პასპორტების მიღებაზე ბატონ გიორგი საუბრობდა, იუსტიციის სახლები ხომ არ შეიძლება იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით იგივე ჩვენ მქონდა საუბარი მანამდეც პირადად კლიჩკოსთან, როცა ის საქართველოში იყო ჩამოსული, მან პირადად მოინახულა ეს რეფორმები და რა თქმა უნდა, კიდევ ხო, ერთი მთავარი რამ არის. რეფორმების გატარება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს არის რისკი ნებისმიერი მთავრობისთვის. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მთავრობა ამ რისკზე ვერ წავიდა. დღევანდელი მთავრობა, ვინც იქნება ახალი მთავრობა, ამ რისკზე უნდა წავიდეს. ეს რო წავა ამ რისკზე ახალი ელით რო მე ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად სხვა განწყობაა უკრაინაში. მტკივნეულია, იცით რა მტკივნეულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში კორუფციას დაამარცხებს. ძალიან რთულია გამკლავება იმ ჩამჯდარ ბიუროკრატიულ მენტალიტეტთან ხშირ შემთხვევაში, რომელიც საჯარო სექტორში გვხვდება. და ეს რეალობა საქართველოშიც იყო თავის დროზე. ამას გადატეხავს, იმიტომ რომ დღეს რეალურად არის მოთხოვნილება საზოგადოებაში. ის ფრუსტრაცია, რაზეც გიორგი საუბრობდა ამაში, ეს იყო გამოწვეული ძალიან კონკრეტული მიზეზით. ვარდების ნარინჯისფერმა რევოლუციამ გაუწმილა იმედები აბსოლუტურად ყველას და მეც რო დავდიოდი სტუდენტებს რო ხვდებოდით, სხვადასხვა ადამიანებს ხვდებოდით, ხელჩაქნეული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ რა გვეშველებაო, აი ეს დამოკიდებულება იყო. დღეს არის სერიოზული იმედი, განწყობა და მთავარია მთავრობამ, ახალ მთავრობამ შეამზადოს ხალხი ძალიან რთული რეფორმებისთვის. თუ გადადგავენ ამ ნაბიჯს, ყველაფერი გამოუვა. ბატონ ირაკლისაც სურდა ბოლო რეპლიკა და ვასრულებ გადაცემას. ეს რაღაც მინდა დავამატო აქ ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურად წარმოვიდგინოთ, რომ დღეს რეალურად პრაქტიკაში, იდეაში თუ უკრაინა გახდა და მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უდიდესი ქვეყანა, ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ევროპაში, მას აღარ აქვს ის წინაღობები, შიდა წინაღობები, რომელიც შეიძლებოდა ნამდგარიყო მის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ აუცილებლად ძალიან დიდი ხარისხის და მაღალი ხარისხის ჩართულობა არის საჭირო ევროკავშირის მხრიდან და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. ეს აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული ინტერესი. მე არ მომერიდება და შეიძლება ცოტა ხმამაღლადაც გამომიდეს ნათქვამი, მაგრამ მე პრაქტიკულად ვხედავ უკრაინას როგორც გარანტოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისა. უკრაინის გარეშე ევროკავშირის გაფართოება შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, არამედ ეხება სხვა სახელმწიფოებსაც, იმიტომ რომ დღეს უკრაინა საკუთარი პოტენციალით, საკუთარი ეკონომიკური პოტენციალით, საკუთარი შესაძლებლობებით და საკუთარი ადგილმდებარეობით რეალურად წარმოადგენს სერიოზულ პერსპექტივას და სერიოზულ დაახსაკნას და სერიოზულ გამაძლიერებელ ფაქტორს ევროკავშირისთვისაც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს დარბაზში. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, გადაცემა უნდა დავასრულოთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო სამშაბათს, ისევ არჩევანის სტუდიაში. დიდი მადლობა.